გასაუთხეს, პირველი ჩემი კითხვა იქნება ბატონ დემურ ასეთი. Შეიძლება მოკლედ გამცეთ, ესე იგი, პირველი, როცა ვსაუბრობთ, რა მსოფლმხედველობას ატარებთ და როგორია თქვენი მიმართება რელიგიასთან? დიდი მადლობა. ჩემი დამოკიდებულება თქვენ და მე არ არის დამოკიდებული ვინმეს მოსაზრებებთან, ჩვენი ურთიერთობა არის ჩვენი ურთიერთობა. მე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გარე დატვირთვით არა ვარ რომელიმე ადამიანთან, მით უფრო თქვენთან, იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი, არ მომისმენია თქვენი ლექციები, მაგრამ ვიცი ადამიანები, რომლებიც ძალიან მაღალ შეფასებებს აძლევენ, ამიტომ ვისაუბროთ, გქონდეს ურთიერთობა, ამაზე კაი არაფერია. მოდით სანამ ამას გიპასუხებდეთ, მე ოდნავ მოკლედ გეტყვით, უბრალოდ რა გზა მაქვს გავლილი, რომ თქვენთვის უფრო ინფორმაციული იყოს, რა პოზიციებიდან ვისაუბრებ მე. უნივერსიტეტის ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მე ხელმძღვანელმა, რომელმაც ამიყვანა უნივერსიტეტში, ცნობილი საბჭოთა ქართველი მეცნიერი იყო, ძალიან სპეციფიურ სფეროში და მან გაგვიყვანა რაკეტულ ტექნიკაზე დახურულ სამეცნიერო სამუშაოებზე. ამიტომ მე გავიარე ის სკოლა არანორმალური, იქ ნორმალური არავინ არ იყო, იმიტომ ისეთ რაღაცებს აკეთებდა ძალიან ხისტი ურთიერთობების, იმიტომ რომ არავის ეცალა, ახალგაზრდა რომ ხარ, იციან რომ შენ ახალგაზრდა ხარ და იმ დონის ვერ იქნები, მაგრამ შენ უნდა იყო ახალგაზრდის დონის. ამიტომ მე იქ ბევრი რამ ვისწავლე. მე ჩემს ხელმძღვანელთან ერთად წიგნიც დავწერე მასალების და კონსტრუქციების გამძლეობა, რომელიც NASA-ში არის და თუ თავისქებით არ მიიღებთ, საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს. მე მაქვს მონოგრაფია, მაქვს ფუნდამენტალური მონოგრაფიული ტიპის სახელმძღვანელო, მაქვს კიდევ უამრავი სტატია იგივე ძველ ჩემს პროფესიაში და ეკონომიკაში და ფინანსებში. მაქვს ლიტერატურული მცდელობები, რომელიც ელექტრონული ვარიანტია და მალე წიგნად გამოვა. თუმცა დაინტერესება დიდი იყო. ასე რომ მე ძალიან ხისტი გარემო მაქვს და თქვენი კრიტიკული დამოკიდებულება რა რიცით, მე მიმაჩნია, რომ კრიტიკული აზროვნება არის ფუნდამენტი განვითარებისა, იმიტომ რომ რეფლექსირება უნდა ხდებოდეს ყველაფერი იმისა, რაც შეესაბამება, თქვათ, საუბრის თემას და თუ რაიმე კითხვებია, დასმული უნდა იქნას, გასაგებია. ასე რომ, ჩემთვის უცხო არ არის ყველაფერი, მოხარული ვარ, კიდე გეუბნებით, მე მზათა ვარ ყველა კითხვაზე გიპასუხოთ, დავიწყებ. ჩემი შეხედულებათა სისტემა არის, პირდაპირ როგორც ნორმალური კონსერვატორი. ყოველგვარი ზედმეტი რომ იყვიან გადახრების გარეშე, ძალიან კარგად ვიცნობ არა მხოლოდ ფუნდამენტალურ ნაშრომებს, გარემოც თქვენ კარგად იცით, საქართველოში ნორმალური კონსერვატორია არ არის ის რაღაც განსაკუთრებულ პოლარიზებაზე რომ იყოს ორიენტირებული. მე ასევე ძალიან კარგად ვიცნობ თავის დროზე გავეცანი ლიბერალურ მსოფლმხედველობას, ასევე სხვა რამეს. მე გავიზარდე 4 წლიდან დასავლელი ემიგრანტების გარემოში. ეს იყო ფანტასტიკური გარემო, ქუთაისში წარმოიდგინეთ ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც 50-იან წლებში უამრავი ადამიანი იყო. მე გავიზარდე ბუენოს-აირესელ ოჯახთან ერთად, რომელიც ევიტას იცნობდა და ხუან პერონთან ერთად, მისი მეუღლე ციხეში ერთად იჯდნენ. მთელი ეს ლათინურ ამერიკის ისტორია ვიცი ძალიან კარგი. გავიზარდე გერმანელ ებრაელებთან, გერმანელებთან, ფინელებთან, ესპანელებთან, ასე რომ რუსები, თავისთავად ბელორუსები, უკრაინელები, ებრაელები, რა თქმა უნდა. ასე რომ მე ერთხელ გადაცემაში ვთქვი, რომ ამ ორი რამის შერწყმამ ბავშვობიდან, ხომ? კლასიკური ქართული გასაგებია, სოფლელში ბაბუა, ბებია, ოჯახი ტრადიციული, ხო? და ამ დასავლური შეხედულებათა სისტემის შერწყმამ მე უკეთესი ქართველი გამხადა. ამას ღიად ვამბობ, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალო კულტურა, იმიტომ რომ ძალიან წარმატებული კულტურა იყო, თავისთავად ცხადია.
ამდენად ჩემთვის სკოლის მე-7 კლასიდან დაწყებული მე ჩემმა უცხოელმა მეზობლებმა რა ვიცი ჯაზიო, სპირიჩუელზიო, ჩვეულებრივი როკი და ასე შემდეგ ლიტერატურა იმდენად შემდეგ იმდენად დიდი იყო ინტერესი რომ სტუდენტობის დროს მაშინ იცით თქვენ საბჭოთა კავშირში შედევრები ითარგმნებოდა და ლამისო თქვდით ყველაფერს ამიტომ მე მიმაჩნია რომ ეს იყო უდიდესი დადებითი ფაქტორი რამაც მე მოდით ასე ვთქვათ არატრადიციულად მაფიქრალი ქართველი გამხადა თუმცა ჩემი აზროვნების ფუძე ქართულია თავიდან ბოლომდე მე უბრალოდ დღეს მათი წყალობით მე მიმაჩნია რომ გაცილებით უკეთესი ქართველი ვარ ვიდრე ესე იგი ნორმალური კონსერვატიზმი თუმცა მე არ ვფიქრობ რომ მხოლოდ კონსერვატიზმზე შეიძლება იყოს ნორმალური საზოგადოება აგებული აქ უნდა იყოს ბალანსები იმიტომ რომ რაც უფრო მრავალფეროვანია საზოგადოება და შესაბამისად სოფხედულობრივი განსხვავება არის და ამ განსხვავებულ ჯგუფებს შორის არსებობს დიალოგი ძალიან ხისტი დიალოგი კრიტიკა და არა ის მარაზმი რაც საქართველოშია ეს საქართველოში რაც არის ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი მდგომარეობა იმიტომ რომ ადამიანმა ადამიანთან საუბრის კულტურა დაკარგა მისი არსულიდან მომდინარე მემკვიდრეობითობა იმიტომ რომ არ იყო მოსული ქართველებში ასეთი საუბარი და ბუნებრივია ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია ესე იგი რა გიგითხარით სოფხედლობაზე ეხლა რელიგიისადმი დამოკიდებულება ჩემი ორთოდოქსიის დონემდე არ არის მე მორწმუნე კაცად მიმაჩნია ჩემი თავი ეკლესიაშიც ხშირად არ დავდივარ იმიტომ რომ მე როცა შევდივარ ეკლესიაში ფორმალურად არ შევდივარ ამდენად შემიძლია გითხრათ რომ რელიგიისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად საღია ნორმალურია ვფიქრობ რომ საქართველოში ის მისი ფუძე სარწმუნოება მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო თემურ, რაღაც გარკვეული ის მიყავლიბდება თქვენი პორტრეტი, ძალიან მოვალეთ რომ უფრო კარგად გაგიცნოთ. ეხლა გადავდივართ კითხვებზე, თქვენ როგორც გიცნობთ, ძალიან რადიკალური ხართ იმ შეფასებაში, რაც საქართველოში ხდება. აქ შეიძლება დამთხევა მოხდეს ჩვენი და თქვენი. მართლაც კრიზისი ნამდვილად არის, მართლაც ის რაც ხდება საქართველოში გეთანხმებით შეურაცხმყოფელია, თუ რბილად ვიტყვით. და ამას ამხრივ უფრო იპყრობთ ჩემ ყურადღებას, როცა ასე ყველაფერს კრიტიკულად უდგები და მართალია, მართლა კრიტიკული აზროვნება საწინდარია ჩვენ წინსვლის ამაზე არც ვიდაოთ, როცა ჩვენ აზროვნებაზე თავს ვდებთ. თან კიდე თქვენი სემი მოიხილეთ თქვენი ბიოგრაფია, რომ არნაკლებად მაშინ ნათესავი ძმაყოფილი ხართ ჩემი გარკვეული ფართო სპექტრისა, რომელიც თქვენ წარმოაჩინეთ წიგნები თქვენ ბიბლიოთეკაშიც, რომ ვიდეოში ვნახე, საატრის წიგნი რაღაცეები ვნახე, ესე იგი, უნდა იყოთ არა ძალიან მშრალი, არამედ მოიცავდეთ შემეცნების ფართო სფეროს და უფრო გაგვიადილდება ჩვენ ურთიერთობა. კითხვა ასეთი მაქვს ბატონო თემურ, ეხლა მორიგი. აი, კრიზისის ყველა ვაცნობიერებთ. მე თქვენ სულ ყველა ვაკრიტიკებთ, მეც ძალიან ძლიერი კრიტიკოსი ვარ არსებული მდგომარეობაში, არანაკლებად ქართველი ვარ. მართალია 30 წელზე მეტია საქართველოში არ ჩამოსულა, არ მიცხოვრია, უკვე ბოლოს და რაც მოხდა ის კოლაფსი, რაც მოხდა იმ ცითეთ მოსწრებული კაცი ხართ თქვენ ამ პერიოდს რუსთაველის პროცესზე, რაც მოხდა ძალიან განვიხილე მე ყველაფერი იმისგან რაც ხდებოდა. დავნელდა თბილისი და 2 წლის მერე შევარდნაძე რო ჩამოვიდა დაბტოვეს საქართველოს. იმის მერე მათ ფიზიკურადაც აღარ ჩამოსულა და ოჯახით ავარ აქ, მარტო არა, არც ფულის საშუალებას წამოსულვარ. მით უმეტეს თქვენ დასავლეთს იცნობთ ასეთ ვისა და თქვენი ოჯახის წევრების დასავლეთში არიან. აქ ჩვენ მერე შვილები ჩემი წინა ახლობლებიც გავიცანეთ და საქართველოს თვალყურს ვადევნ და ყველაფერი იმას, ვინც კი არ პანეგირიკში კი არ არის. არამედ კრიტიკულად უყურებს არსებულ მდგომარეობას და ერთ-ერთი პიროვნება თქვენ ბრძანდებით, რომელიც არავის არ ინდობთ, როცა საქართველოს ეხება საკითხი. ეს კარგია. ეხლა აი ეს დიდი ქართველთა გაერთიანება, რომელსაც ცოტა სკეპტიკურად უყურებ მე. თქვენი განათლების კაცი, როგორ შეიძლება გავაერთიანოთ ქართველები, რა კონცეფციით ვაპირებთ ბატონო თემურ, გავაერთიანოთ ქართველები იმ კრიზისის გადასალახავად, რომელიც ჩვენ წინ არის. აი ეს კონცეფცია მაინტერესებს თქვენი და გისმენთ.
დიდი მადლობა, ძალიან სერიოზული კითხვა, მე ვისაუბრებ, იმიტომ რომ თქვენ რამდენადაც მე ვიხდი აქცენტი ცოტა კითხვაში სხვანაირად გააკეთეთ, ჩვენ კი ფუძე გაერთიანებისა სხვა რამე გვაქვს. რატომ ქართველთა დიდი გაერთიანება და არის თუ არა ეს ყველა ქართველის გაერთიანება? მე 99-2004 წლის მარტამდე ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი, ვიყავი ფრაქციის ლიდერი, ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე, ინფორმაციულობის დონე და ბნელი კუთხე-კუნჭულებში ყოფნა და ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა პარლამენტში ეს მხოლოდ 10-15 კაცია, რომელიც ამ კუნჭულებში, ამიტომ სხვა დანარჩენი არასდროს აზრზე არ იყო და არც დღეს არის რა ხდება პარლამენტში. მე წამოვედი იქედან არ დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი თხოვნა მქონდა არაერთი პოლიტიკური ჯგუფისგან, იმიტომ რომ ჩემი წარმოდგენები და ის რაც სიტუაცია იქ იყო შეუსაბამო იყო. მე არაერთხელ თქვი ტელევიზიით, რომ ამაზე უბედურ ადგილზე და ამაზე ცუდ ადგილზე ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა. იმიტომ მოკლედ რო თქვა. ეხლა რა კი მე პოლიტიკური აქტიურობა მაშინაც მქონდა ძალიან აქტიური, ძალიან ღრმად შევედი ამ პროცესში და წამოვედი, დავიტოვე ის უფლება, რომ ჩემ თავს დავავალე, რომ მემუშავა არ იყო გარემო მზად, იმიტომ რომ პარტიების დონეზე პარტიულ განადგურებულ სისტემაში ფუნქციონირება ნიშნავს შენ გახდეს სისტემის ნაწილი. ამიტომ რა კი მე ამის გამოცდილება მქონდა და ვიცი რა ხდება კუთხე-კუნჭულში, გადავწყვიტე და მოძებნე, თუმცა როდესაც 4 წლის წინ გავაკეთე მე მიმართვა, მე რომ ვითანამშრომლო ვინმესთან მჭირდება 5 რამ. პირველი, ქართული სახელმწიფო არის თუ არა ხელუხლებელი. ქართული კულტურა არის თუ არა ფანტასტიკური კულტურა, თქვენ მით უმეტეს კულტუროლოგები და ხელოვნებათმცოდნები და კარგად იცით, ჩემზე გაცილებით უკეთ იცით მისი სიღრმეები, იგი უნდა ვითარდებოდეს მისგან ამომავალი ტრაექტორიით, ცხადია უნდა მდიდრდებოდეს და ქართული ენა და ქართველი ხალხი, იმიტომ რომ თუ ხალხი არ არის ამ სამს არანაირი, ამიტომ მე ჩემს პირველ წიგნში, რომელსაც ქვია მომავლის ხედვას თავისუფლების შეგრძნება ჭირდება, იქ სპონტანურ აზრებში გაკრიტიკებული მაქვს ის, რომელიც ენა მამულის არწმუნოება, ანუ ილიას კონტექსტიდან მოწყვეტილი 3 უაზრობა, რომელშიც მთავარი მატარებელი არ ჩანს, თუმცა ილიამ ცოტა სხვანაირად თქვა ეს ყველაფერი. ხო, ამიტომ ხალხი არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო არსებობს ამ ინტელექტუალური დონის ზრდისთვის, განათლებისთვის, მეცნიერებისთვის, პროფესიული ზრდისთვის. რა კი ეს გამოხმაურების გარეშე დარჩა გარდა ვთქვათ რამდენიმე ასეული კაცისა, მე მივხვდი რომ 4 წლის წინ არ იყო ამისთვის მზად ხალხი. მე გადავედი იმაზე და უკვე გასულ წელს მოიძებნა ხალხი, რომლებაც თქვენ, ჩვენ გვინდა არა ყველას გაერთიანება, თქვენ კარგად იცით, რომ ასეთი რამ არსად მომხდარა მსოფლიოში და ამის მცდელობა არის სრული უაზრობა, ჩვენ დავარქვით ამას და მე დავარქვი პირადად, რომ მე მჭირდება ამ წუთში თანამშრომლობისთვის ხალხი, რომლებისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა, ეს კულტურა, ეს ენა, წარსული, მომავალი უნდა. მე მაგალითად უამრავ კრიტიკულს გამოვთქვი, მაგრამ მე ეს გარემო მომწონს, ქართული გარემო, ქართული ყოფა მომწონს, თუმცა შესანიშნავად ვიცი დასავლური ყოფა, მით უმეტეს ოჯახი მაქვს. ჩემი 8-სულიანი ოჯახის 5 სული ამერიკის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს. ესე იგი, გარდა იმისა, რასაც თვითორგანიზაცია ქვია, ჩვენ ბეჭედზე უარი ვთქვით რაიმე საჯარო რეჟიმში გატარებაზე, კაცებს არ ჭირდება ბეჭდიანი ქაღალდი ურთიერთობისთვის, ისევე როგორც ქალბატონებს, ძალიან შესანიშნავი ქალბატონები. ესე იგი, თუ ორგანიზებული ძალა გაბედული, უშიშარი, არა და ეს არ არის, ყველას ვეუბნებით, ჩვენ არავის არ ვიწევთ, ვინც მისით მოვა, იმიტომ რომ როგორ შემიძლია მე ეს ვარდით და რომ იტყვიან ოქროთი მოფენილი გზა არ არის, საკმაოდ საშიში გზა არის, ამიტომ
ჩვენ გჭირდება ის მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა, ხო იცით ახლა ჩემი ტექნიკური განათლებით და აი როგორც ჯაჭვური რეაქცია ბირთვული პროცესების დროს, აი კრიტიკული მასა ჭირდება, რომ შემდეგ ჯაჭვური რეაქცია განვითარდეს, ისეა საზოგადოებაშიც, რომ კრიტიკული მასა ხალხისა თუ არ არსებობს, ეს არსად არ არის, მრავალრიცხოვანი, აქედან შეიძლება დაიწყოს ის პროცესი, რომელსაც ჩვენ შემდეგ უკვე ეტაპობრივად უფრო გავაფართოვებთ, იმიტომ რომ ახლა მთავარია ძალა, რომელიც დაბლოკავს ხელისუფლებას და ეს შესაძლებელია. მე ღია ტექსტი მაქვს ნათქვამი, რომ ხელისუფლებისთვის საიდუმლო არაფერი არ, როგორც კი ჩვენ ძალა დავიკრიბებით, ჩვენ ჩავკეტავთ ქვეყანას 2-3 საათით. თქვენ გეცოდინებათ, გადაიკეტება მაგისტრალები, გადაიკეტება მთავარი ქალაქების ქუჩები, გაკეთდება განცხადება მშვიდად წყნარად, ითქმება ის, რაც მთავარია, რა არის აუცილებელი ამ ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ დავიშლებით, ხელისუფლებას ექნება ვადა იფიქროს ამაზე, თუ ხელისუფლება ამის ეს არის სწორედ ის რეალური რეფერენდუმი, რომელიც აჩვენებს ხალხის განწყობას. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. აი, ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენ ახლა გვინდა, ჩვენ პარტია და მოძრაობა არ ვქვია, ეს არის გაერთიანება. მე არა ვარ ვინმეს უფროსი, ისევე როგორც ჩვენ 4 კაცი, ჩვენ ვართ ერთმანეთის გვერდით დგომი ხალხი, რომლებიც ძალად უნდა აიკრიბოს. 1000 კაცზე მეტი მოვიდა მისით, ეს 1000 კაცი საკმარისი არ არის, კიდევ ალბათ ზუსტად ციფრი რო არ გითხრათ, 1000 შეიძლება არის იმი აუცილებელის 20%, 5-6000 კაცი ამ საქმისთვის შეკრული ისეთი ქართველი, ეს არის ფანტასტიკური ძალა. 6000 ქართველის უკან დგას 3-4 კაცი, შემდეგ კი ყველაფერი ხდება. მოკლედ ტექნიკის საქმეა. ნახეთ, მე ზუსტად ვიცი, როგორ იგეგმება დიდი მიტინგები, ის არის წმინდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ხალხს გონია თითქოს ის მონაწილეობს ამაში, მაგრამ ის მონაწილეობს მხოლოდ მაშინ, როცა ეს ვიღაცა სჭირდება. ეს არ არის სპონტანური ბუნტები, როგორიც იყო თქვენ ევროპის ისტორია, იცით. ამიტომ აი ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენ ახლა ღია ტექსტით ვამბობ, მე უშიშროებასაც შევთვალე, ხელისუფლებას ისედაც ვეუბნები, აი ჩვენ ეს გვინდა. არაფერი დასამალი არ არის, რა კი თქვენ თავნებობთ და თავხედობთ და საფრთხეს უთქმით საქართველოს, ჩვენ შევიკრიბებით ძალად, ჩვენ დაგბლოკავთ თქვენ და გაიძულებთ, მივიღოთ ის კანონმდებლობა, რომელიც სამართლიანი არჩევნების საშუალების ჩატარებას მოგცემს და თუ კი თქვენ გაიმარჯვებთ ამ სამართლიან არჩევნებში, მაშინ ჩვენ ყველანი ვაიღიარებთ ამას. რაშია პრობლემა? იცით, ახლა მე ამ ქვესკნელში ჩახედული ამ სიბინძურეში, ნახეთ, ამომრჩეველთა რაოდენობა არ შეესაბამება რეალურ რიცხვს. როგორ შეიძლება 3.610.000 კაცი იყოს საქართველოში, მსოფლიო ბანკის 2024 წლის მონაცემს გეუბნებით და ამათმა აღრიცხვა გააკეთეს და 240.000 კაცით მეტი უჩვენეს. როგორ შეიძლება 3.610.000 კაცი იყოს ქვეყანაში და შენ 3.300.000-მდე ამომრჩეველი ყავდეს? ელემენტარული დემოგრაფიული ჭრილი რო განვიხილოთ შეუძლებელია. მეორე, კანონმდებლობა არის აბსოლუტურად გაყალბებაზე აგებული, რომლის კვალის დაჭერა შეუძლებელია. პლუს არჩევნებში იდლება დიდი ფული. გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში ჩადო მილიარდი. და მესამე, არჩევნებზე არ უშვებენ იმათ, ვინც არ არის სისტემის ნაწილი. აი, ეს უნდა გაირღვეს. ამის გარღვევის პარტიული გზა არ არსებობს, ამის გარღვევის ერთადერთი გზა არსებობს ქართველი საღი, შემართული, უშიშარი ხალხის ძალა. ჩვენ გითხრათ სიმართლე ამ საქმეში პირნათელი ვართ. ყველას წინაშე, იმიტომ რომ თავი გადადებული გვაქვს ამ საქმისთვის. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო. დავკონკრეტეთ, უფრო საინტერესო იქნება, თვითონ და მოსაუბრე ბრძანდებით, ხო ნორმალურად საუბრობთ და ძალიან რაღაცები. მზად ვარ. მაგრამ კონკრეტულზე გადავალ ესეთი მზე. აი, იცით რომ ეხლა არჩევნები
ასოლეთში რა ნორმაც არის მიღებული, ჩვენ საქართველოში დავაწესეთ ეს არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა. ყველა წინააღმდეგია მთავრობა შეიცვალოს გარკვეული რევოლუციებით. ესე იგი, თქვენ აპირებთ ჩვენ ყველა ქართველები გისმენთ რო იცოდეთ და ამის მტკიცება მე მგონი უხერხულია, ხო, ვამტკიცო რა ქართველი ვარ. ჩვენ ყველას ვერ გამოვიდეს, სადაც არ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ მაინც ქართველები ვართ, ქართული ენა ჩვენთვის ძვირფასი ენა არის, ღვთის ენა არის ბატონო დემურ, უკაცრავად ბატონო დემურ, არ ჩამერთოთ რა ძალიან გთხოვთ რა დააჭირეთ მაგას ხელი და დავამთავრებთ კითხვას დავსვამ. ასე რომ აი რაც თქვით ახლა ეს ძალიან კარგი რამეა, რაღაც აი მე რო გისმენთ ახლა ხომ არ არის ეს რა ეს იდეა თავისთავად კარგია. ხომ არ არის ეს აი ესეთი არ გეწყინოთ დონკიხოდური იდეა, იმიტომ რომ აი როგორ გინდათ გაერთიანოთ ხალხი თუ ჩვენ არ ვიცნობთ ქართულ ყოფიერებას და ცნობიერებას, იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს გამოცდილება იმისა, რაც ევროპელებს ჰქონდათ, როგორი წიგნები იწერებოდა, იცით ხომ სახელმწიფოს შესახებ მოყოლებული ანტიკური სამყაროდან. პლატონი, არისტოტელე, აქეთ მერე ჰობსი და ასე შემდეგ. ჩვენ ამის კულტურა არ აგვაქვს. ჩვენ უფრო პოეტები ვართ, ჩვენი ლიტერატურიდან თუ შევიმეცნებთ ჩვენ ყოფიერებას და ცნობიერებას და ესეც არ აგვაქვს კარგად დამუშავებული. უფრო სადღეგრძელოების დონეზე ვარ და ვეფხისტყაოსანის გმირებით თავს ერთმანეთს ვაწმენთ, მაგრამ არავინ არა ვართ არც ავთანდელი, არც ფრედონი, არც დარიელი. ეს ჯერ არსული ლიტერატურა დარჩა როგორც ესთეტიკური ნამუშევარი და არანაირად ჩვენ ყოფიერებასთან ამას საქმე არ აქვს. თქვენ ახლა პრობლემას ძალიან მაღალ დონეზე ათვალსაჩინოებთ, მართლაც პრობლემაა და კრიზისული რაც თქვით, თქვენ თან კარგად იცნობთ სტატისტიკას, ეკონომისტი ხართ, რამდენთაც მე ვიცი. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან კარგი რეპუტაცია გაქვთ როგორც პატიოსანი პიროვნებისა. ესე იგი მოუსყიდველი ხართ. ეს მაგარი დადებითი თვისებები არის. ეხლა თქვენ ცხოვრობთ ისეთ გარემოში რომ დიდი 1000 რო თქვით 2000 კაცი თქვენ აყვეთ. ეხლა როგორ ჩამოვაგდოთ ის რაც ხდება დღეს მთავრობაში. გეთანხმებით რომ მთავრობა სამთლიანად ჩაძირული არის ჭამაყლაპვაში და დროსტარებაზე და ამ პატიოსანი ხალხი გადაყრილი არის, ხო? ძალიან ბევრი პატიოსანი ხალხი იყო, მე ეხლაც ვაღიარებ მაგას. აი როგორ მიგაჩნიათ რა გზით? თქვენ თქვით რომ არც პარტია ვართ. გაერთიანება თქვენი ტერმინია დიდი ქართველთა გაერთიანება. თან სახელმწიფო არ არის ცნება მარტო ნაციონალური, მით უმეტეს გლობალიზაციის პირობებში. ჩვენ დამოკიდებული სახელმწიფო ვართ, არაფერს არ გვქონით, ჩემზე კარგად იცით ეკონომისტი ბრძანდებით, მიტოვებულია სოფლები, მიწა, ყველაფერი და საერთოდ ვართ გაუბედურებულები. როგორ გავაგებინოთ ადამიანს, შევაგებინოთ რომ ჯერ ავათარი და მერე მკურნალებიც გვჭირდება. როგორ აპირებთ თქვენ აი ამ სისტემის ჯერ სისტემა მოდი ბატონო დემურ მე ჩემ სისტემას ეს უფრო ხროვა უკაცრავად პასუხია ამაზე ხროვა უფრო არის ეს ბელადომანია არის ჩვენ ესეც ანტიკური სამიმიდან საქართველოსდან მოდის ეგა ბიზნეს კულტი არის ბიზნიზმი არის მიძინიზმი არის და საერთოდ რა ვიცი ყველა მაგას ლოკავს და ვინც მაგას არ ლოკავს და სისტემის წევრი არ არის თქვენ ტერმინს სისტემას გამოვიყენებ ის გვერდზეა მოკლედ იქით არის რა მოკლედ თამაშგარია სპორტულ ტერმინი რო ვიხმარო აი როგორ აპირებთ იდეა კარგია მაგ იდეასთან მეც ვარ როგორ გონიათ არა როგორ ყველა კარგი იდეა რომელიც შემოდის ადამიანის ბედნიერებისთვის დებილი უნდა იყო არ მიიღო მაგრამ ერთია იდეა მაგრამ არის მეორე როგორ განმახორციელო ეს იმ სოციუმში რომელსაც საქართველოს ქვია რომელიც მოსპეს და დაანადგურეს ქართველის ყოფიერება რომ დაიყვანეს ფულის შოვნაზე ბავშვი ქალი კაცი გოგონე ოჯახები დანგრეულია თქვენ მან ცხოვრობთ კარგად ადევნებთ თვალყურს მე კიდე ინტერნეტის მეშვეობით შევდივარ მან და ძალიან პესიმისტი ვარ ემპირიული გაგებით მაგრამ რწმენაზე ტყუილა კი არ დავსვი საკითხი მე პირადად გახლავართ ქრისტიანული მსოფლმხედველობის კაცი ბიბლია ვიცი ისე როგორც თქვენ იცით ეკონომიკა აი ხუთი თითივით მე მჯერა დამწამს იმისი რაც ბიბლიაშია სამყაროში შექმნა როგორც წერია მჯერა რომ იესო ქრისტე ცოდვილი ბუნების გამოსასყიდად მოვიდა და მჯერა შობა და პირადად შობას რო ვლოცავ ადამიანს ჯერ ჩვენ უნდა ვიშვეთ ესე იგი რა გააკეთა იესო ქრისტე ეს მისტერია უნდა შევისწავლოთ ეს სხვათა შორის ეხლა დაუბრუნდები ისე იმ კითხვას რო არ დავიბნეთ ხო აი მოგისმენთ აი ხლა როგორ აპირებთ პარტია არა მარტო გაერთიანებით თუ შევაშინებთ ამ ხროვას იმ შემთხვევაში თუ მართლაც 9 მილიონზე მეტი ქართველი როგორც თქვენ თქვით შეუქმნეთ დაბრკოლებას მშვიდობიანად მაგისტრალებს გადავკეტათ ასე და აი ეს მართლაც მოქმედებს ფსიქოლოგიაზე და შეიძლება ფარხმარი დაყაროს და წამოვიდეს იმ მოთხოვნებზე თქვენ რო აყენებთ აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ პარტია ხო აუცილებელია კაცო პარტია ნაწილია იმ თელისა რომელსაც თქვენ ატარებთ თქვენ ატარებთ სიმთელის რაც ქართული გარემო ქართული ყოფიერება ცნობიერება ქართული ენა ამიტომ ახლა
თუ პარტია არა ვართ, თუ მარტო გაერთიანება ვართ, ამათ ვერ დავამარცხებთ ჩვენ. ესენი ყველაფერს ფლობენ. იარაღი აქვთ, რო დაჭირდებათ, მოგასხამენ ყველაფერს, ხო? აგერ მაგაზე არ მიდის თელი ამბავი. აი როგორ გამოვაფხიზლოთ ხალხი, მით უმეტეს, როცა თქვენ აგერ რამდენი ხანია ლაპარაკობთ ამაზე და ვერა და ვერ გაცდა ეს ციფრი დაახლოებით აი ვთქვათ 2000, 3000, 10000, 20000, ხო? და იღლება. ამის რესურსები გვაქვს ჩვენ დღეს ხომ ყველაფერი ფულით ხდება. თქვენ თვითონ აღნიშნეთ მილიარდი დაუჯდა ბატონ იმას არჩევნები, ბატონ ბიძინას, ხო? გადავთ ფულით არის მოსყიდული ყველა და ვინც ამ ფულს არ ესყიდება, ის რაღაც ან გიჟათ არის გამოცხადებული, ან რა შეიძლება ოჯახის წევრმა გაგულანწყოს. ამიტომ დავკონკრეტები, როგორ ვაპირებთ ამის შეცვლას? როგორ მოიზიდავთ ხალხს, რომლებიც მართლა იმ მდგომარეობაში ჩააყენებს თავრობას, რომ სხვა აღარ დარჩენია შეცვალოს ყველა კურსი, ჩამოვიდეს და ადგილი დაუთმას სხვა. მერე როჭ გააკეთებს ამას. სად არის ახალი ტალღა? თქვენ მაინც ძველი თაობა ვართ. ჩვენ მე და თქვენ ბატონო დემო ძველი თაობა ვართ. ამას შეიძლება აგდებულად გვიყურებდნენ ახალგაზრდები თუ ახალგაზრდულ ესთეტიკას არ დავეუფლებით ჩვენ და მის ტექნიკას, რომელიც ტექნიკაც ახლა ახალგაზრდებს ისე აქვთ მომარჯვებული, რომ ჩვენ მასთან გოიმები გამოჩნდებით ბატონო დემო. ამიტომ ახალგაზრდებიც უნდა მოვიზიდოთ ჩვენ. დავაინტერესოთ ახალგაზრდები. დავაინტერესოთ იმ გაგებით, რომ საქართველო მარტო ქართველისთვის კი არ არის. ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფომ დიდი ხანია დაკარგა ნაციონალური შინაარსის მატარებელი აღარ არის. იქ რომ ცხოვრობენ ქურთები, სომხები, აზერბაიჯანელები და ესენი როგორ ჩავითრიოთ. ხოლო ეხუმრებით აზერბაიჯანელები საქართველოში 300,000-ზე მეტი იქნება. იქ სომხები არიან. ქართული ენაც ვერ ვასწავლეთ. რა აფრთხობს იმ ერს? ჩვენში ხომ არ არის პრობლემა ბატონო დემო. გისმენთ? დიდი მადლობა შესანიშნავი კითხვა არის და მე ზუსტად უნდა გიპასუხოთ, ფაქტობრივად სამი ნაწილია, სამივაზე გიპასუხებ. თავარი ჩემი გამოცდილება, როცა კრიზისულ დროს მე არ მეკუთვნოდა თანამდებობრივად და პრეზიდენტის დონეზე ვიყავი მიწვეული და იქ აქტიური პოზიცია მქონდა სულ 5-7 კაცი, მე ეს შიგა სამზარეულო რა კი ვიცი, შემიძლია გითხრათ და ამას ღია პროპაგანდას უწევ მე ყოველთვის. პოლიტიკაში ან ხარ ძალა, ანდა არა ხარ პოლიტიკის სუბიექტი, ხარ მიმთამაშებელი ობიექტი. ამიტომ, როდესაც ჩვენ პარტიით რომ დაგვეწყო, ჩვენ წავაგებდით, იმიტომ რომ 200 რამდენია 235 თუ 330 პარტიაზე მეტია და 350 ორგანიზაციაა, რომელიც მოძრაობის სახელითაა ცნობილი. ძალა არ არის, ამიტომ არავინ არ არიან. ამიტომ ჩემი პირველი პოსტულატი არის ის, რომ პოლიტიკაში ძალა ხარ, შემდეგ მე გამოვაცხადე კიდევაც. ძალა ვიქნებით, შემდეგ ერთად მოვილაპარაკებთ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტისთვის, ჩვენ გავაკეთებთ არა ერთ, არამედ რამდენიმე პარტიას. ცხადია, პარტია არის ინსტრუმენტი. თქვენ კარგად იცით, მე შეიძლება შევუკვეთო ოქროს თოხი და შემოვდო ის ფორტეპიანოზე ზევით ისეთი, მაგრამ არასდროს არ შევიდე მამულში და თოხნა არ დავიწყო. ისეა პარტია. ხო იცით, ქართველების ბუნება ოჯახის წევრები არ აძლევენ ადამიანებს, პარტიის ლიდერებს ხმას, იმიტომ რომ ამ კაცს თავისი პირადი ამბიცია აქვს. ესე იგი, აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს არის ძალის მოკრების აუცილებელი ფუძე. ამ ძალაზე დაეყრდნობა რა თქმა უნდა პარტია, რომელიც ტექნიკურ საშუალებას შეასრულებს, მაგრამ საყრდენი ამ პარტიისა დღეს უსაყრდენო პარტიებში იქნება საღი შემართული მებრძოლი ხალხი, ქართველები და მე შემიძლია გითხრათ, მოდის ხალხი, რომელიც ამბობს, ჩვენ მზად ვართ ბოლომდე მოყვეთ ამ საქმეში. ჩვენ მზად ვართ და ჩვენ უფრო ადრე დავიღუპებით, ვიდრე ამ საქმეს უღალატებთ, იმიტომ უკან გზა არ არის. მე ძალიან კარგად ვიცი გაფრენილი მათემატიკა. აი არ დაბრუნების წერტილს რომ უწოდებენ, კი იცით რასაც ნიშნავს ეს. ჩვენ ჯერ ეს არა გვაქვს გავლილი, მაგრამ ძალიან საშიშად მანძილზე მიუახლოვდით მას. კარგად იცით, ამ წერტილს თუ გავივლით, ჩვენ უკან ვერ მოbrunდებით. ანუ ჩვენ ვერ აღვადგენ თუ ვიღაც კეთილმა არ მოგვაწვა და ამიტომ აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე და ამას სჭირდება ძალა. არ არსებობს მერწმუნედ პოლიტიკაში სხვა ავტორიტეტი ვიდრე ძალა. მინახავს ეს და ვიცი როგორ მუშაობს. არა ხარ ძალა, ხარ პარტია. პოლიტიკაში არის უამრავი ცუდი რამე გასაკეთებელი და შენ თუ
პოლიტიკის სუბიექტი ხარ, მე შენ გადმოგიგდებ ლუკმას და შეგასრულებინებ იმას, ეხლა მე არა მარტო შიგა სამზარეულო ვიცი, რომელი პარტია ვინ დაარსა, საიდან იყო დავალება და ასე შემდეგ, არამედ ვიცი მათი დაფინანსების წყაროები, იმიტომ რომ ჩემი გზაგავლილი კაცისთვის პრესა არ არის ინფორმაციის სულ სხვა მექანიზმები აგებული. ესე იგი, მთავარი ჩვენი პირველი გაცხადებული მაქვს, ეს პირველი ნაბიჯია, ძალა თუ არ იქნა ჩვენ შევეწირებით ამას, იმიტომ დავკარგავთ ამ ქვეყანას. აი, შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად დიდია დღეს საფრთხე, რომ საქართველო დაკარგოს ქართველებმა, რომ ასეთი საფრთხე რომ არ იყოს, მე წავიდოდი ახლა და ფლორიდაში ჩემ საოცარ შვილიშვილებთან, სამ ბიჭთან ერთად ვიცხოვრებდი და გავიხარებდი, მაინც ასე თუ ისე ასაკი მაქვს, მე ვერსად ვერ წავალ, მაგრამ ამ საქმესაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ფანტასტიკური ახალგაზრდები მოდის, აი თქვენი თქვით ეს ძალიან მაგარი ახალგაზრდები მოდიან. ძალიან ყურადღებით უსმენენ, გამოდიან. ამ ცოტა ხნის უკან მე ახალგაზრდულმა პარლამენტმა მიმიწვია. ბევრი იყვნენ, თითქმის 2 საათიანი იყო და როგორც ხელმძღვანელმა მითხრა, ასეთი მე მათ ვესაუბრე გულღიად და ძალიან საღი, ძალიან განათლებული ახალგაზრდები, მქონდა სხვა შეხვედრები და ასე მე დაუჯექი აბსოლუტურად, აი რომ იტყვიან რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდებსაც გადაცემაში და ყველგან მივალ, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით არის ამ ქვეყანაში მოშლილი ადამიანური ურთიერთობები, მე მინდა ეს ხიდები გავდო როგორმე, იმიტომ რომ მე მინდა ზუსტად ყველას უთხრა რა გვინდა. ესე იგი, პირველი თავარი კითხვა, თქვენი პასუხი თქვენი კითხვისა. ეს არის პირველი დიდი ეტაპი ძალის შექმნის და სხვა გზა ძალის შექმნის არ არის, იმიტომ რომ ამ აბსოლუტურად დანგრეულ კვაზი სახელმწიფოში ეს ძალა თუ არ იქნა, ვერაფერს ვერ ავაშენებთ. მეორე, როდესაც მე პარლამენტში ვიყავი და აქტიური, ვთქვათ, ქრისტიან დემოკრატების, მე ერთ-ერთი, მოდი ასე ვთქვათ, იმერეთში ჩემი სტუდენტმა ჩამოიტანა ქრისტიანული დემოკრატია ჯერ კიდევ 80-იან წლებში და ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს საქმე. ამიტომ მე ვარ მსოფლმხედველობრივად აი კლასიკური გერმანული ქრისტიან დემოკრატია რომ იყო, იცით თქვენ, რომელსაც ომის შემდეგ გერმანიას საოცარი რაღაცები გააკეთხო. აი იმ მიმდევრობის კაცი ვარ, გასაგებია რომ ეს თავისთავად არის არა მარტო მენტალური კონსტრუქცია, არამედ ეს არის მენტალური კონსტრუქცია, რომელიც პოლიტიკაში გზებს გიჩვენებს, რა მიმართულებით უნდა იარო. რაც შეეხება, მე პირადად ვარ ნამყოფი ყველა ეროვნული უმცირესობის აი შეკრებებზე. მათ მეთაურებთან ერთად სერიოზულ ღონისძიებებზე მე მათ შევთავაზე ასეთი რამ და მითხრეს რომ ჯერ ქართველისგან ასეთია. მე ვთხარი რომ გაუგნებული იყვნენ, მათ შორის მუსულმანი მუფტი, რომელიც მე ვუბნები რომ თქვენ ხო საქართველოს მოქალაქეები ხართ, ეს ქვეყანა თქვენიც არის. თქვენ შესანიშნავად შენიშნეთ ის სომხები, ის აზერბაიჯანელები, სწორედ ამ ქართულმა მახინჯმა შეხედულებამ გარიყა, არა ინკორპორირება მოახდინა ქართულ სახელმწიფოში, იმიტომ რომ შენ არ შეგიძლია სახელმწიფო თუ გინდა იგი ეთნოსის ბაზაზე ააგო მხოლოდ, არ ხდება ასე. ერი შეიძლება იყოს ტიტულის ერი, მაგრამ იგი არის ეროვნული უმცირესობები და ასე შემდეგ. ყველგანა ვარ ნამყოფი სოფლებში, შეკრებებში, მათ შორის დაკრძალვის რიტუალებზე მივსულ ვარ და ასე შემდეგ. შემიძლია გითხრათ, როგორც კი ეს ხალხი იგრძნობს, რომ მე ვეუბნები და ღიად საშინელი შეხლა შემოხლა მქონდა, თქვენ გარიყეთ ისინი გარეთ. თქვენ აიძულეთ ახალციხელი სომხები და ბოლნისელი სომხები სომხეთში წასულიყვნენ, იმიტომ რომ მე ღია აგრესიულად ლაპარაკობ, მანახეთ მარნევნელი სომხების ან აზერბაიჯანელების ბიზნესები თბილისში რას ფლობენ, მანახეთ მათი თანამდებობები
ჩვენ რა ვქენთ, იცით, თბილისიდან 30 კილომეტრზე მცხოვრები აზერბაიჯანელები ალიევს უგციეთ პრეზიდენტად. ესე იგი, თქვენ სწორად შენიშნეთ აგრეთვე, ეს არის ქართული არასწორი აზროვნების შედეგი და ქართული, სანამ ის სახელმწიფო არ იყო ის ჩამკვდარი აზროვნება, სახელმწიფო გაუჩნდა და სახელმწიფო აზროვნებამდე ვერ ამაღლდა ჯერჯერობით. აქ მე ხალხს დავანებები თავს, ელიტებიც კი, თითქმის ყველას ვიცნობ, თავისი უბედურებებით, ელიტებიც კი სერვის ჯგუფებია და არა ის დასავლური გაგება ელიტისა, რომელიც დისტანცირებულია ხელისუფლებისგან და ის არის შეხედულებათა საღის სისტემის შემქმნელი და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს საკითხის გადაწყვეტადია, შენ უნდა უთხრა, რომ მე და თქვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას. თქვენ უნდა შეუწყოთ მას ხელი, სრული ინკორპორირება მოახდინოს ქართულ სახელმწიფოში. ცნობილია როგორ უნდა გავაკეთოთ, ვიცი როგორ მუშაობს ეს იდეა, ოღონდ გულწრფელი უნდა იყოს. ადამიანის მოტყუება პოლიტიკური მიზნებით იმ დონის უზნეობაა, რომელიც შედეგამდე არასდროს არ მივა. ასე რომ არ ვხედავ მაგაში პრობლემას, მე გეთანხმებით თქვენს დაიჭვებაში, დიახ, მაგრამ ამოსავალი არის. არ ხარ ძალა პოლიტიკაში, არ ხარ არავინ. ეს მე ჩემს ყავზე მაქვს ნაგრძნობი, რაც ნიშნავს უსაშველოდ კრიტიკული სიტუაცია რო არის, ვის უწევენ ანგარის ხელისუფლებაში მხოლოდ ძალას. რატომ? თუ მე თქვენ როგორც პოლიტიკურ სუბიექტს იგნორირებას გაგიკეთებთ, მაშინ თქვენ არავინ არ ხართ. თუ თქვენ ძალა ხართ, მე ამას დამისვამთ ძალიან ძვირად. ეს არის პოლიტიკაში ძალა, ჩვენ ამ ძალას ვქნი და მე გეთანხმებით, რომ პარტია იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ შესანიშნავ ხალხს მივცემთ რეკომენდაციას, მე მაგალითად არ ვაპირებ არანაირ არჩევნებში, იმიტომ რომ ჩემი მდგომარეობა არ ითხოვს. მე ვიყავი იქ, წამოვედი, როგორ წამოვედი, იცით, უზარმაზარი თანამდებობა მქონდა კომიტეტი, მით უმეტეს ერთადერთი ცოცხალი რაც იყო, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი იყო. წამოვედი პარლამენტიდან და 20 წელი ვიცხოვრე დაქირავებულში, ჩემი მეუღლე გავაწვალე უბრალოდ, ოღონდ ხმა არასდროს არ უთქვა საყვედურით და მე ჩემმა ამერიკელმა სიძემ და ქალიშვილმა იყიდა, იმიტომ რომ შენ თუ სახელმწიფო სამსახურში ხარ, შენ ან უვარგისი კაცი იყო, რომ მოიპარო რამე, რაც უკვე განადგურებს. ანდა უნდა იცხოვრო ისე, როგორც მე ღმერთის წყალობით მეყო ძალა, რომ არასდროს დამიშვია ეს. ამიტომ პარლამენტიდან კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქციის ლიდერი წამოვედი და 20 წელი ვიცხოვრე დაქირავებულ ბილეში, თბილისში. ქუთაისში არ დავბრუნდი, ჩემი მშობლიური ქალაქი. იცით რატო? ქუთაისი ფაქტობრივად იგივე ქუთაისელების დიდი დამსახურებით თამაშიდან გასული ქალაქია. არადა ფანტასტიკურად კაი ქალაქია, მაგრამ ამ დროებამ მოიტანა ის, რომ ქალაქი პოლიტიკური რუკიდანაც წაიშალა, სამრეწველო რუკიდანაც წაიშალა და დარჩა კორუფციის ერთი პროვინციული დანამატი, რაც საშინლად გულს დგენს. დიდი მადლობა. ხარეთ თქვენც ასევე მადლობა ბატონო დემური, ხლაფლად ეგოისტი რო არის, აქ ხალხი არის და არ მინდა მოიწყინონ ხალხმა, თუმცა საუბარი ისეთ კარგ ტონალობაში მიდის, რომ მოწყენა მე მგონი ზედმეტია სიტყვა რო ვიხმარო. ხომ არა, ბატონ სიმონს ხომ არა კითხვა, ბატონი სიმონი მეცნიერი მუშაკი არის, ისტორიკოსი არის და გარკვეულად რაღაც წარმოდგენა თქვენ გიცნობთ კიდევაც და შეიძლება რაღაც კითხვა გაუჩნდა. ბატონო სიმონ, გაქვთ კითხვა რაიმე ბატონ დემურთან, რომ მრავალფეროვანი გავხადოთ ეს საუბარი. საღამოშიდობის. გაგიმარჯვეთ ბატონო სიმონ, საღამოშიდობის. გისმენდით ყურადღებით და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ საერთოდ მსმენელის პოზიციაში ყოფნა ჯობია, უფრო მეტ შეგძენს, იმიტომ რომ მე იცი, თუ ვინც არ იცის, ახლა გაიგებს, რომ რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე მე ამ საკითხზე, კონკრეტულად თქვენ რომ მკითხეთ, ხო, უსმენ თუ არა და ვადევნებ თუ არა თვალს ბატონი დემურის პოსტებს და ასე შემდეგ და მქონდა ჩემი აზრი რაღაც ნაწილში საკმაოდ კრიტიკულიც და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის ჯობია რომ პირველ წყაროს მოусმინო და რაც უნდა აზრი გქონდეს ადამიანს
მერე ეს უნდა კორელაციაში მოიყვანო და ბევრი რამე, რასაც ვფიქრობდი, რომ არ არის ხოლმე ცხოვრებისეულად რომ ვფიქრობ, სწორი რომ რაღაცა გამოიტანო გარეგნულად დასკვნები, კიდევ ერთხელ დავწუნდი ამაში, რომ არ ვწდებოდი და უფრო გამიღრმავდა პატივისცემა ბატონ დემურის მიმართ, რასაც ახლა ვუსმინე. შეიძლება რაღაცეებში ჩვენ რო პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ბევრ რამეში, ისევ აზრთა სხვადასხვაობა გქონდეს და ვერ შევთანხმდეთ მთელ რიგ საკითხებში და ეს მე მიმაჩნია, რომ ბუნებრივია და ჯანსაღია, მთავარია ურთიერთპატივისცემა არ დაკარგონ მხარეებმა. მაგრამ ის ძირითადი პრინციპები და ფასეულობები, რაც შეიძლება სულ სხვადასხვა ხედვის ადამიანებს გქონდეს, რაც თავარია საერთო წერტილი და შეხების წერტილი არის და ამისთვის ბატონ დემურს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი და შეკითხვებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეხა შეკითხვები ბევრი ჩნდება, მაგრამ შეკითხვასაც მომზადება ჭირდება, რომ რაღაც ნაჩქარევი არ იყოს და რაღაც საუბარს გადახარშვა უნდა და ჩამოყალიბება და ჯერჯერობით მოგისმენთ და თუ ძალიან მალე არ დასრულდება ყველაფერი და ასე შემდეგ, მერე შეიძლება უფრო ჩავერთო და უფრო ავსვარ რაღაც შეკითხვები. ახლა უფრო გაცნობითი ხასიათის საუბარი იყო, ბატონმა დემურმა უფრო ჩამოგვიყალიბა რას და როგორ ხედავს და ამ შემთხვევაში ახლა შეკითხვები მე ჯერ არ მებადება, თუმცა კი გეთანხმებით, რომ სიტუაცია ისეთია და ზოგადად საქართველოში ისეა დახლეჩილი საზოგადოება და დაყოფილი და ზოგი პირადული, ზოგი რაღაც არაპირადული და გულწრფელი შეხედულებებით და ასე შემდეგ. ყველას თავისი სიმართლე აქვს და ყველა თავისი გადმოსახედიდან იყურება, რომ ცოტა ძნელი ჩანს ჩვენი გაერთიანება. ამაში პლუსებსაც ხედავდნენ ზოგჯერ, იგივე თავის დროზე კონსტანტინე გამსახურდიაც მიიჩნევდა, რომ ეს ერთ-ერთი ჩვენი გადამჩენელი ფაქტორი იყო, რომ ერთაზრზე არ ვიყავით. ამაზე შეიძლება გაუთავებლად ვისაუბროთ. მაგრამ დღეს ჩვენ ზუსტად ეს გვადარდებს, რომ იმ საერთო პრინციპებთან, რაზეც მე ვისაუბრე, გამიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, როგორ მივიდეთ ყველა ერთად და დავიცვათ ის მთავარი ფუნდამენტური პრინციპები და რაღაც გარკვეულ დონეზე, ხედვის დონეზე მივიღე ეს პასუხი და ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იყო და აი მე ახლა ყველა ერთად რო ვისაუბრებთ, გადავაფასებთ, მე საერთოდ მომხრე არ ვარ, რომ ერთჯერადი იყოს ეს შეხვედრა, იმიტომ რომ რაღაცები უნდა გადავხარშოთ, გადავაფასოთ, ხელახლა შევხედოთ, რაღაცა ჩამოყალიბებული ხედვები და სტერეოტიპები გვაქვს. მე ახლებურად რო შევხედავთ და ამის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა თუ შედგება და მე უფრო ჩამოყალიბებული კითხვები გაჩნდება, ეს ჩემი აზრია უბრალოდ რა, მე უფრო ნაყოფიერი შეიძლება იყოს საუბარი და აქედან გამომდინარე ის რომ ჩვენი უფროსი თაობა რო აქტიურად ფიქრობს მომავალზე, დასაფასებელია ცალსახად და რაღაცნაირად მოვიყვანოთ თანხwebdriverში ეს ყველაფერი და ნახოთ აბა მე ჯერჯერობით შეკითხვებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ მაინც იმ თეორიას მივყვებით, რომ 10-15%-ია მოსახლეობის საკმარისი იმ ჯაჭვური რეაქციისთვის, რომ ქვეყნის კეთილდღეობა შეიცვალოს დადებითისკენ, ყველა ჩვენი ნაფიქრი, ნააზრევი და ნათქვამი ორიენტირებული უნდა იყოს პირობითად ვამბობ, პირობითად და გამგები გაიგებს, ხა აღარ გავშიფრავ, იმ ინტელექტუალური ელიტისკენ, ინტელექტუალურ ელიტაში შეიძლება იყოს უბრალო ადამიანიც, რომელსაც საერთოდ არაფერი დიპლომებიც არ აქვს, მაგრამ მოაზროვნე, კრიტიკულად მოაზროვნე და დამოუკიდებელი ადამიანი და არა ისი რაღაც ცენზებს და იმებს არ უყურებ. და არა იმ მასების გულისმოგებაზე, რომელიცაც იმის მოსმენა უნდა, რაც მას სიამოვნებს და მის რაღაცა შიშებს და ხედვებს დააკმაყოფილებს. ასეთი ნაბიჯი ცოტა სარისკოა ხოლმე, იმიტომ რომ გაკლდება მსმენელი, გაკლდება აუდიტორია და შეიძლება დარჩე 50-100 კაცის ამარა და დაკარგო 500, 700, 1500, 3000 კაციანი აუდიტორია და მაგრამ
მე ვფიქრობ, რომ შედეგი დროში გაწერილად უფრო ქმედითი იქნება, ვიდრე გათვლა იმ კატეგორიაზე, რომელიც მხოლოდ ემოციებით ხელმძღვანელობს და არა ცივი გონებით და ანალიზით. აღარ ჩავუღრმავდები და აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ იმედია გამგები გაიგებს, რასაც გულისხმობ და რასაც ვამბობ. აი ეს ერთადერთი რაც შეიძლებოდა მე თქვა. იმ ზრდილობის და იმ ადამიანობის ფარგლებში შევჩები, რაც აუცილებელია და ეკადრება ჩვენს ურთიერთობას და საზოგადოებას. დიდი მადლობა. ბატონ სიმონი გავიგეთ, დიდი მადლობა ბატონ სიმონს და მე ბატონ დემური ციტყვის მაგალითად სამადლობლესაც იყოს. სხვა ხომ არ უნდა გკითხვა, იმიტომ რომ არ დარჩეს ისე ვინმე, რომ რაღაც საფიქრალი აქვს და თქვენი საფიქრალს შეიძლება მეც გავიტანო, მაგრამ მაინც უფრო კარგი იქნება თქვენი ხმაც მოისმინოს ბატონ დემურმა. თქვენ ახლა გელაპარაკებოდათ ახალგაზრდა კაცი და იმიტომ მახსენა უფროსების ესეთი დაინტერესება იმ ბედისადმი, რომელიც ბედიც აი საქართველოს გულისხმობს. თუ შეიძლება 2 წუთს წაგართმევთ სულ ხედველობასთან დაკავშირებით. გასაგებია ეს ყველაფერი და მეორე შეკითხვა იყო თქვენი ისეთი, რომ უფრო დაეკონკრეტებინა, დაუშვათ რას აპირებენ, როგორ აპირებენ და მე ჩემი არც თუ ისე დიდი ცოდნით მინდა რომ დავაზუსტო. აი მე ასე ვიგე რომ ბატონი დემური აპირებს, ესე იგი ქართველთა დიდი ძალის ეს არ იქნება პარტია 5,000-მდე კაცის გამოსვლას, იქ დაფიქსირდება მათი პროტესტი, ბიზნეს შეეშინდება და გაიქცევა თუ აი თქვენ როგორ გაიგეთ ბატონო რეზო, აი იცით რა არის, იქნებ დავაკონკრეტოთ რა. თუ წინა ხელისუფლების წინა არჩევნების დროს ბიზნესამ 1 მილიარდი გამოიყენა, დაუშვათ შემდეგ არჩევნებზე შეუძლია მას 2 მილიარდი გამოიყენოს. აი მე არ ვერ გავაცნობიერე რას უნდა ნიშნავდეს ეს პარტია არ არის, იკრიბება ხალხი და შეეშინდება მთავრობას და გაიქცევა თუ როგორ არის, სწორად მესმის? იქნებ თქვენ მითხრათ მარტივად რას გულისხმობდა ბატონი დემური? მე მგონი ბატონმა დემურმა ბატონობას იყო თქვა რომ ჯერ პირველ რიგში გაფართოვდეს ეს სყიდების გაბმა და მას არ უთქვია რომ პარტია არ იქნება, მათ თქვა პარტია იქნება, ესეც უნდა იყოს მით უმეტეს სამას რაღაცა პარტია კრეტინიზმის და მე ეს არ მონაწილეობს ბატონი დემური, არ მონაწილეობს მთელი რიგი მიზეზების გამო. ესე იგი ეს იდეის ავტორი არის, იდეასთან გაერთიანებულია ხალხი, რომლის მთავარი არის შენარჩუნებული იქნა საქართველოს სახელმწიფოს რაობა, საშუალება საქართველოს სახელმწიფოს აქვს, არაერთხელ მithქვია. არაერთხელ რომ ესე თუ გავაგზელეთ ჩვენ, მართლაც უერთდებით ბატონო და ჩვენ სახელმწიფოს დავკარგავთ. ეხლა მოსახლეობას არ გაჟილიტავენ, მაგრამ გავიფანტებით, მანდ აბორიგენები ვიქნებით, აქ რო არის კანადაში და ამერიკაში და დავკარგავთ ჩვენ ვითომ ისტორიას რო ვაქებ და ვადებ. ეგ საშიშროება ნამდვილად არის. ამიტომ როგორ შენარჩუნდეს სახელმწიფო ქართველის წინამძღოლობით. შეგვიძლია ჩვენ ამ ძალა გვაქვს თუ არა. ასე რომ ბატონ დემურს არ უთქვია რომ აი ესე ვივლით ქუჩასი წინ და უკან და რა დაგიზუსტებთ. ხო, მე გავიგე უკვე, ადრე მარც მე მესმოდა, მაგრამ დღეს დააკონკრეტა და უკვე ჩემთვის ნათელი არის. ესე იგი არც ისე ყოფილა საქმე, როგორც მჟავანაძემ იბოდიალა იქა და ანტირუსული განწყობით უტევდა და კაც არ ალაპარაკებდა. არა, ეს ჯერ ერთი უნდა შეიკრიბოს, რამდენია ძალა როგორია, ეს უნდა გაფართოვდეს და ქაოსში რო არ გადავიდეს, მოწესრიგებისთვის საჭიროა პარტია, რომელიც უფრო კარგი იდეის მატარებელი იქნება, ვიდრე ხლა არის და მე ეს გადაეწყობა არჩევნებში და ესენი მიიღებენ მონაწილეობას და ჯერჯერობით ხალხს აგროვებენ. აქ მეცნიერებიც იგულისხმება, ინტელექტუალებიც, ახალგაზრდებიც. აი ესა თქვა ბატონმა დემურიმ. მე მგონი გასაგებია ბატონო სემო. სხვა რა კითხვა რა იმე ისეთი რომ გაიხარეთ. სხვა კითხვა ხო რა გიო, თქვენ ხო არ გაკითხვა ახალგაზრდა კაცი? მე მაქვს. დიახ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონ დემურ გილოგალსაც მივესალმები, მაქვს ასე თუ ისე მის ჩანაწერები მოსმენილი და შევეცდები რომ ესეთი მოკლედ დავსაკითხვა, ეს მოვისმინე ხა თქვენი საუბარი და მე მინდა უფრო შემოვიტანო ესეთი რეალისტური და პრაქტიკული ხედვები, აი ეს მოგისმინეთ, რასაც საუბრობდით და აქ იყო რაღაც ძალაზე ლაპარაკი, გიგეთახმებით, მე ახალგაზრდები და კულტურაზე და ცნობიერებაზე და აქ ეთნიკური სიც იყო ჩართული. მე ხა ყველა მე ვიტყვი მას ადამიანი არ ცოტა დაცემული, ყველა ადამიანში ვარ დაბადებულები, ამით დავიწყებ და არ არის ესე ვთქვათ ადამიანი კეთილი და მას აქვს მისწრაფებები და ხედვები. ეს ახალგაზრდები შეიძლება ერთს ლაპარაკობენ თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში მათი დამიზნებულობა, მისწრაფება არის სხვა რეალიებს, ასე ვთქვათ, ეხება.
და ეს ძალიან ჩანს პრაქტიკაში აი მარტივად დასანახი. გამოქვეყნდა კიდევაც ეხლა 2025 წელს ესეთი Google-ში შესვლის ესე ვთქვათ ახალგაზრდების საძიებო სისტემაში სტატისტიკა და რითია დაკავებული ახალგაზრდობა ესეთი ტოტალიზატორებით, პროსტიტუციით და ესეთი გასართობებით და ესეთი მარტივი ინტერესები აქვთ, აი მარტივი ფულის შონა, ეს მატერიის ესე ვთქვათ დაუფლების მეთოდები და იცი რა არის, როდესაც აი ხა თქვენ გისმენთ აი ახალგაზრდები რო გაერთიანდნენ ძალა კარგი, მაგრამ რა უნდა იყოს დაინტერესება. აი მაგალითად ეხა მე მუშაობდი თბილისში, ხელფასი არ მომწეს, ვიჩივლე პოლიციაში და არ არის კანონი, რომ პოლიციას არ აქვს კანონი, რომ მე ხელფასი მომწე. დამბერძნო ჩემი ასე ვთქვათ გაწეული სამუშაო, რომ პოლიციამ ასე იგი ძალა იხმაროს იმ დამნაშავეზე, ეს არის კრიმინალი, შრომა მომპარეს და ბევრია ახალგაზრდა ასე იგი შრომის კრიმინალიზება საქართველოს ჩვეულებრივი არის და ეს კულტურა თუ არის ქართული კულტურა მაღალ დონეს, რატო არის ქართულ კულტურაში შრომითი კრიმინალიზაცია. და არ არის ეს კანონი და იცი რა არის, პოლიცია ვერ აიძულა, ვერ განახორციელა, რომ მე ჩემი ნაშრომი ამეღო და ბევრი ახალგაზრდა ესეთ. ხო და მე შრომით ისინი ხა თუ ის აქ რო არის მიტაციებაზე, ეს დღევანდელი არსებობა რა იმას ეფუძნება, ანუ რა რეალობაში რა ხდება. ეს ოცნება, ეს თელი სიმდიდრე მახო მიისაკუთრა. და ახალგაზრდები თუ რაღაცა დაინტერესება არ აქვს, რატო გაერთიანდებიან რაღაც გაერთიანებაში. ხა თქვენ საბჭოური იქიდან მოდიხარ და ასე თუ ისე იცით რაღაცა დონის კლასობრივი თეორიები და აქ მინდა რომ ხა თქვენს წეღან აღნიშნეთ რომ ქუთაისი დაიცალა. მეორე საკითხი ხო, რატო დაიცალა ქუთაისი და რატო არის ქართველისთვის ესეთი ფსიქოლოგიური ესეთი ფენომენია რომ ქართველისთვის სამშობლო არ არის საქართველო. ქართველისთვის სამშობლო არის თბილისი. რატო არის თბილისი? ამაზე ვისაუბროთ ქართველისთვის სამშობლო. შეიძლება თქვა არა ესე როგორ არა ეს პრაქტიკა აჩვენებს რომ ქართველისთვის სამშობლო თბილისია. მუშა ასე იგი ადამიანები ესე იგი ყველა ახალ დაქორწინებული თუ რაც არის ესე იგი თავი შვილისთვის მოისაზრება რომ თბილისში უნდა იცხოვროს ყველა. ხო, ეს ისინი თუ არ მოგვარდა ეს საკითხები აზრი არ აქვს, იმიტომ და მე რა მივიდეთ ყველაზე თავართან. ესე იგი ძალა და ესეთი უძრავმამოძრავებელი ესე ვთქვათ თეორიას მივიდეთ. აი ეს ამ ყველაფრის უძრავმამოძრავებელი რა არის? ვინ არის ეს ესეთი მეტაფიზიკური უძრავი, რომელიც აი ამ ესე ვთქვათ პრაქტიკებს განსაზღვრავს. ეს არის რა თქმა უნდა ასე თუ ისე რელიგია და მერე ფულიც, აიღურე, არის რელიგია და არის ფული. ფული ბიზნესს აქვს ოცნებას. ისინი ფული არის, დიდი ფული არის უძრავმამოძრავებელი აი არჩევნებში ეს მონაწილეობს და რელიგია კიდე ვისთან მიდის? ვინ აკონტროლებს ამ ესე ვთქვათ ეს მატერიას? აი რუსეთი ფლობს ძალაუფლებას, იმიტომ რომ რუსების დაქვემდებარებაში არის ეს რელიგიას და ფულიც, აი ორი ესეთი თავარი ბერკეტი, რომელიც ესე ვთქვათ ყველაფერს აკონტროლებს. და თუ იმათთან არ იმასაკენი შეუთანხმდი, ჩვენ ესე იარაღიც ბათია და ძალაც ბათია და დაინტერესება თუ არ იქნება ახალგაზრდების და ეს ყველაფერი თუ არ გაირკვა, ვერ შეიქმნება ეს ძალა. ამიტომ რეალისტები უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად რეალისტები უნდა ვიყოთ, თორე ეს სადღეგრძელოს დონეზე ახალგაზრდებს ერთს ლაპარაკობენ, გამოვა სამშობლო მიყვარს კი, ქართველი ვარ რაღაცა, მაგრამ პრაქტიკაში სხვა რაღაცას აკეთებენ, ქმედებაში სხვა რაღაცას აკეთებენ. აი ეს აქცენტები მინდა რომ დამესვა ბატონ დემურისთვის. ბატონ დემურ გააქვთ პასუხი რომ გავცეთ ერთსაც და მე თუმცა ბატონ სიმონმა თავი შეიკავა, თავის მოსაზრება თქვა. მოდი ბატონ სიმონით დავიწყებ თანმიმდევრობით, შემდეგ ბატონ ბასიკოს და ბატონ გიოსაც უპასუხებ. ძალიან კარგი მოსაზრებები იყო, რომელიც განმარტებებს მოითხოვს შენი პოზიციებიდან. ბატონ სიმონ, უღმესი მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ შევხვდეთ პირისპირ, თუ გნებავ თანამოაზრეებთან ერთად და ვისაუბროთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, თქვენი დონის ადამიანი უსაშველოდ ღირებულია ამ საქმისთვის და ამდენად მე შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტობრივად ჩვენ განსხვავებული შეხედულებები არ გვექნება, იმიტომ რომ მე ჩემი პირადი პოლიტიკური კარიერისთვის არ მოძრაობ, იმიტომ რომ მე ეს გავიარე და უნდა გავაკეთო ის უფროს თაობაც რაც ეხება. ერთ-ერთ ძალიან კარგ გადაცემაში მე დამისვეს მთავარი პრობლემა რა იყო 90-იანებში. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ უფროსმა თაობამ უღალატა თავის ქვეყანას. ის ინფანტილიზმი, ანუ გაბავშვებული დიდები იმ ტოტალიტარულ სისტემაში ჩამოყალიბებული, რომლებიც უფროსის გარდა არავის არ ცნობდნენ და გვერდით მდგომი, მათ შორის მეზობელი დიდად არაფრად
როდესაც მიაჩნდა დამცინავად უფროსმა თაობამ 90-იანების ტრაგედიის დროს კარგი იყო ხელისუფლება, ცუდი იყო მნიშვნელობა რა, არჩეული ხელისუფლება იყო და მისი შეცვლა ასევე კანონიერი გზით შეიძლებოდა უღალატა ქვეყანას. დღეს ჩვენ რატომ ავიღეთ ჩვენ თავზე ეს ყველაფერი? უფროსი თაობა, რომელიც გადის აქტიური მოქმედების ზონიდან, აჩენს ვაკუუმს, რომელშიც აუცილებლად მოუმზადებელი ხალხი სხვა ლოგიკა არ არსებობს, ხო? ამდენად მე ვფიქრობ, რომ მე შემიძლია ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, რომ განსხვავებული შეხედულებები დაუსწრებლად, აი მე მაგალითად ბატონ ბენდუკიძეს საჯაროდ არ მქონდა კარგი ურთიერთობა, მე ვაკრიტიკებდი, იმიტომ რომ გასაკრიტიკებელი იყო. შემდეგ კი ქალბატონმა თამარ ჩორგოლეიშვილმა თავის ტელევიზიაში არ შეუთანხმებია ისე მიმიწვია და დამხდა ბატონი ბენდუკიძე ჩვენ იქ ერთი 40 წუთი გადაცემამდე ვისაუბრეთ, შემდეგ 2 საათიანი გადაცემა და აღმოჩნდა რომ ჩვენ შეხედულებათა სისტემაში ფაქტურად არ ის ძალიან ჭკვიანი კაცი იყო სხვათა შორის, მაგრამ ერთია, როდესაც პროფესიული საუბარია და სხვა არის, როდესაც თქვათ რაღაც პროპაგანდისტული, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ჩვენ საუბარს და ამდენად თქვენ ძალიან ღირებული ნებით ქართული საქმისათვის. მეორე, ბატონ ვაციკოს მინდა უთხრა, რომ საქმე იმაშია, რომ თქვენ ცოტა უტრირება გააკეთეთ, ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანები იკრიბება და თავისი ნებით მოდის. აი, როდესაც მე მიმართვა გავაკეთე, ძალიან ახლო მეგობრებმა მითხრეს, კაცო, ჩვენ რატო არ გითხარიო? მე ვთქვი, ძალიან მარტივია, რა უნდა გითხრა? ფულს ვარიგებ, თანამდებობას ვარიგებ, თუ რაც ვაკეთებ, აქ არის სამუშაო, რომელიც შეიძლება ცუდად დასრულდეს. ხომ? ამიტომ ეს თითეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტის საქმეა. ამიტომ ვინც ქართულ გაერთიანებაში მოდის და ნუ ხართ სკეპტიკურად განწყობილი ყველა ქართველის მიმართ. 60% არ იღებს ამ საზიზღარ მასკარადში მონაწილეობას. 60% ხალხი სოფელში და ასე შემდეგ, თქვენ სწორად შენიშნეთ, არის ერთ-ერთი აი ბატონმა სიმონმა, ინტელექტი ეს არ არის დაკავშირებული დიპლომთან. ქართველი გლეხი ისეთივე ინტელექტუალურია, ისეთი საღად მსჯელობს, ისე ჩამოგიყალიბებს თითეული საჯარო პირის ფსიქოლოგიას. ვინ არის, რა ადამიანია, ხო? ამიტომ საქართველოს დამცირდა, ქართველი შეურაცხეს, დააკნინეს, გააღარიბეს, მაგრამ ვერ გატეხეს. ეს არის სწორედ ის ქართული ფესვი, რომელიც ამოძირკული ვერ იქნა. ამიტომ ვერაგულად ჩაიფიქრეს მათი განთავისუფლება ამ ქვეყნიდან. ანუ გაყრა აქედან გაუსაძლისი მდგომარეობის შექმნის გამო. ამიტომ არაფერი ჩვენ ძალიან პრაგმატული ვარ, არანაირი ილუზია არ გამაჩნია, მით უმეტეს ყველაფერი ნანახი მაქვს და პირადად მაქვს გავლილი, თუ გნებავთ 88 წლიდან დაწყებული, ყველას ვიცნობ, ვის რა გაუკეთებია საშინელება ქვეყნის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ რეალობა არის. ახალგაზრდებს რაც შეეხება, ეხლა ბატონ გიოს ვუპასუხებ მე, ახალგაზრდები აქ იმ კატეგორიის ახალგაზრდები, რომლებსაც თქვენ საუბრობთ, ჩვენთან არ მოვლეთ. ჩვენ მოდიან ძალიან მაგარი ახალგაზრდები, შემართულები, კიდევ არ მალავენ, მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებთ. თქვენი მხარდაჭერა ამ საქმისთვის არის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი, მაგრამ თქვენ წინახაზე არ დადგებით. ეს იციან. იმიტომ რომ ჩვენ ეს ქვეყანა, იმიტომ გვინდა რომ მომავალ თაობას გადავცეთ და მათ განავითარონ ეს უკვე დროის შესაბამისად, ოღონდ ფუძიდან ამომავალი, ეს არის ჩვენ იდენტობის პრობლემა, ხო სწორია? კულტურის პრობლემა, ქართული კულტურა ფანტასტიკური კულტურაა. მე მაგალითად იმდენად ღრმად ვიცი ბავშვობიდან დასავლური კულტურა, რომ არავის არ ჩამოუვარდება ფასეულობათა სისტემით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ სკეპტიკურად ნუხარ, დიახ, ახალგაზრდების ნაწილი კაზინო, ფული და ასე შემდეგ, მაგრამ აი თუ ჩვენ მოგვიწია შეხვედრა, მე თქვენ სპეციალურად მოგიწევთ ახალგაზრდებთან და თქვენ ნახავთ რანაირი გულის ახალგაზრდები მოდიან. მისი. ამიტომ
ის 60%, რომელიც ამ საზღვრობაში არ არის ჩაფლული, ახალგაზრდების უმეტესობა ახალგაზრდებისა არ არის იდეოლოგიურ რომ იტყვიან იდეა ფიქსებზე ორიენტირებული, აი შინ მე ევროპული რა დროს ამაზეა ლაპარაკი, ის რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა რო გქონდეს, ეს არის უალტერნატივო, მაგრამ შენ დამოუკიდებელი სახელმწიფო მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოხვედრილი სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია არის ერთი გეოსტრატეგიული სივრცე, სადაც უახლოესი 30-40 წელი მსოფლიო პოლიტიკის მთავარი საკითხები განვითარდება. ევროპა დარჩა იმ მაგიდის მიღმა, რომელსაც ქვია ახალი სრულიად შეცვლილი, გამაოგნებლად შეცვლილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, აქტორების გამოკვეთა და თქვენ ხედავთ, ეგრე იგივე თუ გნებავთ გრენლანდიაზე სხვა თემაა, მაგრამ აბსოლუტურად 2-3 წლის უკან წარმოუდგენელი იყო, თუმცა მინიშნებები იყო. ასე რომ არ არის ის რომ ქართველ ახალგაზრდებში არ იყოს ძალიან საღი, ძალიან მაგარი საღია. აი, შემიძლია გითხრათ ყოველგვარი გადაჭარბების იმდენად, აი, ფუძე მაგარი ბიჭები მოდიან, გოგონები, რომ ესენი არაფრის უკან, მაგრამ კიდევ გაფრთხილებული გყავს და საჯაროთაც არაერთხელ თქვით. თქვენი მხარდაჭერა აუცილებელი, იმიტომ ჩვენ გავიღებთ ყველაფერს, რაც რისკია გასაღები, არ შეშინდება ხელისუფლება. გაიქცევაო თქვენ რო თქვით. არ გაიქცევა, მაგრამ ისიც ამაქვს ნათქვამი, თუ ძალას არ გაუწევთ ანგარიშს, გაუწევენ მერწმუნედ. მაშინ თქვენ ამას მიიყვანთ სამოქალაქო ომამდე. სამოქალაქო ომი არის ყველაზე დიდი ტრაგედია ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მაგრამ გაიხსენეთ ევროპის ისტორია. როდესაც იყო კრიტიკული მომენტები, ევროპის ისტორიის თავისებურება ის არის, რომ ყოველთვის პროგრესულმა გაიმარჯვა რეგრესულზე. ჩვენ ორი საწოდავი სამოქალაქო ომი გქონდა და ვერასდროს პროგრესულმა ვერ გაიმარჯვა. თუ გნებავთ ბაზალეთზე და თუ გნებავთ 90-იანებში, იმიტომ რომ ის ომი ისე დამთავრდა იმ ხელმსხვერპლი გავლილი ისე იქნა გაღებული, რომ სახელმწიფო ფაქტურად ხერხემალში გადატეხილი დარჩა. ეს ისტორიული გამოცდილება ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მე სოფლებშიც კი იმ ხალხთან ურთიერთობაზე, რომელიც კი ჩვენ გვაქვს, მე მიგრძნია ის, რომ თუ არ გაითვალისწინებენ, მაშინ ისინი წამსვლელი არიან ყველაფერს. ეს არის უკიდურესობა. ახლა მე გეკითხებით თქვენ, ვართ თუ არა წამსვლელი, თუ საქართველოს ხედავთ რომ იღუპება და ქართველისთვის იკარგება, რჩება სხვა საქმე, სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაუპირისპირდე ამას ყველაფერს. ბიზნა არ საწავა, მაგრამ ბიზნა ცუდად დაამთავრებს. მე ეს ღიად მithქვამს მისთვის, ისიც მithქვამს, აქ ქალბატონები არიან, მაგრამ თქვენს ინტელექტს ვედობი, ამიტომ ამას ასე ვიტყვი, გაიკეთე ერთ ადგილზე თქვა. ბიზნა ძალა არ არის. ბიზნა არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება, რეალურად გეუბნებით, მაგრამ ჩვენ გვინდა ზემოქმედება, ჩვენ გზა გვაქვს ასეთი. კანონიერება აღდგება, კანონიერების აღდგენას აქ თავარი მიზანი სამართლებრივი, იმიტომ რომ მე პარლამენტში მიცემული მაქვს ხმა, რომ 92 წელი იყო სამხედრო გადატრიალება. ეს იურიდიული დოკუმენტი შექმნილი. მეორე, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი და ეს არის სიმბოლური ნაბიჯი. ამ აღდგენის ერთადერთი მიზანი არის შემუშავდეს, გამოცხადდეს არჩევნები, შემუშავდეს შეთანხმებული კანონმდებლობა და ახალ მთავრობას ჩვენებნებით თქვენ ხო ხართ დარჩებით დროებით მთავრობად. ნაბიჯი შემდეგი, როდესაც ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ შეთანხმებულად და რაც დაიდება, მთავრობას დაევალება. ყველა ის მტვერ დადებული საქმეები, იცით რამდენია, ვერ წარმოიდგენთ. სადაც ქვეყნის წინაშე დანაშაულებია ჩადენილი. სასამართლო წესით რაც გასამართლდება, სამართლიანად გამჭვირვალეთ, გასამართლება რაც არა, რაც შეუძლებელია, ყველაფერი ამინისტრირებული უნდა იყოს, რომ საქართველოს სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება. ეს ჭირდება ქართული ხალხის მომავალს და ეს ჭირდება საქართველოს. თუ ასე არ იქნა,
ღიად მეუბნები ხელისუფლებას. თქვენ ამ კრიზისიდან გამომყვანი არ ახართ. კრიზისია ქვეყანაში, სისტემური კრიზისია. ამიტომ ძალა არის ის, ამიტომ არ ვაძლევთ ჩვენ თავისუფლებას, რომ ვინმეს პროპაგანდა გაუწიოთ. ჩვენ არ ვიცით, რაზეა წამსვლელი გაღურებული ხალხი, რომლებმაც ევროპაში მაგათ ვილები აქვს, აქ წანიში და ამგენში ჩაკეტილი ტერიტორიები აქვს, დაცვით. მილიონიანი, 2 მილიონიანი ვილები აქვს, ერთად ცხოვრობენ, ერთად ნაგავში ზიან, ერთად იპარავენ, ძარცვამენ ქვეყანას. ჩვენ გვინდა ყველა სამართლებრივი გზით მივაღწიოთ ამისთან, კიდე გეუბნებით, საუბარია საქართველოს იქნება თუ არ იქნება ამ ფანტასტიკურ ქვეყანას პატრონი რო გაუჩნდება, ეჭვი მე მგონი არცეც არ გეპარებათ, მაგრამ ეს ქართველი არ იქნება, ხო სწორია? ეს არ უნდა დაუშვათ. ამისთვის ჩვენ პირადად ვინც დავიწყეთ ეს საქმე, ყველაფერზე წამსვლელი ვართ. აქ ჩვენი პირადული არაფერია, ჩვენ 4-ვე თქვით, ვინც დავიწყეთ ეს საქმე. ჩვენ არან მე რომ ამას არჩევნებისთვის ვაკეთებდე და პოლიტიკური კარიერისთვის, მე მთლად გამართულად შესახედი კაცი არ ვიქნები, კაცო, ამას პარლამენტი ვიყავი ამ ნაგავში. გეფიცებით, ამნაირ ცუდ ადგილზე ცხოვრებაში არ ყოფილვარ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება იქ ფულის და პეშკები, ბაიკები ზიან, რომლებიც იქ მოყვანილი არიან უფლებო ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ არ არის ეს საქმე, როგორც თქვენ თქვით, ახალგაზრდები საღია, მაგარი ახალგაზრდებია, ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ არ დაუშვებთ. ჩვენ ვეუბნებით მათ, ამ საქმეს მხარდაჭერა არის საქართველოს გვერდით დგომა, ჩვენ თავზე ავიღებთ იმ წინახაზის ყველაფერს, თქვენ მოემზადეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაიბაროთ და გააგრძელოთ ეს აი ჩვენი მთავარი მიზანი. დიდი მადლობა. კეთილია. არ უნდა კიდევ ვინმეს კითხვა ხარ დარჩა ისეთი, რომ გარკვეულობაში შევიდეთ და არ დავჭირდა გავრკვეულა. თუმცა როგორც ბატონ სიმონმა აღნიშნა, ეს არის გაცნობის ხასიათი, იმიტომ რომ იმდენი ყოვლის მომცველია თემები, ჩვენ მაინც კონცენტრირებას ვახდენთ ახლა საქართველოს სივრცეში ვტრიალებთ, ხო, თორე არის კიდევ მთელი ამბავი, მარტო საქართველოს ხო არ არის, ჩართული ვარ, ჩვენ არ ვართ გაყენებული ქვეყანა, ვართ მოიაზრება მსოფლიო კონტექსტში და თუნდა გავიაზროთ, ბატონი დემული კიდე აკეთებს ანალიზს, ხო, დასავლეთის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე დღეს ახლა ამ ყველაფერს ვერ გავწვდებით. ამიტომ უფრო ის გვაინტერესებდა რა გზით ხდება აი ამ გაერთიანების, ვთქვათ, აი რომელი გაერთიანებაც არის დიდი ქართველთა გაერთიანება, როგორ მოახდენს იმას, რომ რაღაცნაირად ჩანაცვლებული იქნას აი ეს ჯოჯო მთავრობა, კორუმპირებული და რა ვიცი ფულზე ორიენტირებული და საქართველოს ჩაუდგეს ხალხი, რომელიც მართლა იზრუნებს სახელმწიფოს შენარჩუნებას და სახელმწიფოს ცნება გაფართოვდეს და ყველას მოქალაქეს ჰქონდეს ცხოვრების ისეთი უფლება და აღარ დაგჭირდეს სხვა ქვეყანებში რაღაცა გასაქცევად ვართ გამზადებული ახლაც ისეა. გააქვთ რაიმე კითხვა ბატონ დემურე, თუ თქვენ არ გაქვთ, მე დავუსვენ კითხვით თან არ გადავღალოთ პიროვნება საქართველოს. მოგესალმებით, მე მაქვს ერთი კითხვა. ბატონ დემურთან, გიორგიმ დაუსვა კითხვა ახალგაზრდების მიმართულებით, ეხლა როგორ შეიძლებოდა ესე იგი, შეიძლება ახალგაზრდების ჩართვა. მე მაქვს აი ეს ეთნიკურად, აი ეს მრავალრიცხოვანი საქართველოს ხომ პატარა ქვეყანა არის, არაერთი ერი ცხოვრობს, განსაკუთრებით თქვენ აღნიშნეთ, რომ 300,000 და მეტი შეიძლება, 9 მილიონიც იყოს აზერბაიჯანელები, ასევე სომხები. მე მაინტერესებს რომ ბატონი დემური აღნიშნავდა რომ მაქვს შეხვედრები, გქონდა შეხვედრები აი რაღაცა აი ამ ქართველთა გაერთიანების ფარგლებში აზერბაიჯანელებთან, სომხებთან. რა ხდება, აი რა დამოკიდებულება წამოვიდა მათი მხრიდან? როგორც ცნობილია, როდესაც ხდება ეს პოლიტიკური პროცესები, არჩევნები, ეს კატეგორია საქართველოს მოსახლეობისა მხოლოდ ამოძრავდება ხოლმე, როდესაც არის აი ეს რაღაცა არჩევნები და ყოველთვის მხარს უჭერენ მთავრობას, ხელისუფლებას. მათი აქტიურობა შემოიფარგლება მხოლოდ ხელისუფლებასთან, აი ესეთი არჩევნებში მონაწილეობით. და რა დამოკიდებულება იგზენით, რა წამოვიდა მათი მხრიდან? არა და ეს ხალხი, ეს მოსახლეობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ხომ არ მათ ხომ არ ეგონებათ, ანუ
გამოვხატო. მათ ხომ არ ეგონებათ რომ აი ეს ქართველთა ეს თვითონ სახელწოდება ქართველთა დიდი გაერთიანება. ეს რაღაცა ნაციონალიზმის რაღაც მარცვლებს ხომ არ შეიცავს და ისინი ისევ ინერტულებით არჩებიან. არ არის ხელწამოსაკრავი ძალა, მათი ჩართვა აუცილებელია აი ამ პროცესებში, რადგან საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად გაედინება. ისინი არიან ძალიან ისეთი მკვიდრად იმ ტერიტორიებზე, სადაც სახლობენ, ეწევიან ყოველდღიურ საქმიანობას, შესანიშნავად ეწევიან თავის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ვაჭრობას, აქვთ მაღაზიები და ასეთი ცხოვრებით ცხოვრობენ. და აი რატომღაც მგონია რომ ამ მოსახლეობის ამოქმედება, აი ესე ამოძრავება, ცოტა რთული იქნება, არა და საჭიროა. აი ამასთან დაკავშირებით რა წამოვიდა მათი მხრიდან დამოკიდებულება მაინტერესებს, აი ეს პატარა კითხვა მქონდა. პირველ რიგში ის რომ მე როცა კი თქვენ ჩათვლით საჭიროდ ყოველთვის ჩათვალეთ რომ ჩართული ვიქნები და მზათა ვარ ვისაუბრო ყველა იმ საკითხზე რომელიც თქვენ მეც მაქვს შეკითხვები მეც მაინტერესებს რაღაცები მე თქვენი დაინტერესებული ადამიანი ვარ ამიტომ მოხარული ვიქნები რაც შეეხება ქალბატონის ძალიან კარგ კითხვას სკეპსისი არსებობს ნახეთ თუ გახსოვთ თქვენ მე გავახმიანე სამოქალაქო ანუ მოსახლეობის აღწერის შედეგები როგორ გავახმიანე ამას მალავდა ხელისუფლება ჩემთან მოვიდა სასულიერო პირი და მოიყვანა ორი ადამიანი რომლებიც ამ საქმესთან იყო უშუალოდ დაკავშირებული და იცოდნენ რომ მე არ გავჩერდებოდი და მათ მითხრეს ის რეალური სურათი უბრალოდ თვითონ გასაგებია ვერ ბედავდნენ და მაგრამ ის გაბედეს და მე უდიდესი მადლობელი ვარ აღწერის შედეგად საქართველოში ქართველთა რაოდენობა არის 1,430,000. აი არაეთნიკური საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ტრადიციული ეთნიკური უმცირესობები არის 1,210,000. გასაგებია, შენ სახელმწიფო გინდოდეს და 1,210,000 კაცი ისე კონტყავდეს დამოკიდებულებაში, სადაც იგნორირებული არიან არაფერი არ გამო. რა შევნიშნე მე ყველა ამ საუბარში. ისინი რაც შეეხება სახელწოდებას, დიახ, ჩვენ ყველას განუცხადეთ, რომ აქ ეთნიკურ ნიშანს არ აქვს ნიშნულობა. თქვენ სომეხი ხართ აზე ყავს, ერთი ყავს, მეორე ყავს, ცხინვალიდანაც ჩამოვიდნენ ადამიანები, აფხაზეთიდან ჩამოვიდნენ, ასე რომ პრობლემა არ არის ეს გაღებულე პირიქით ჩვენ ვეუბნებით თქვენ ხართ ჩვენი ნაწილი მათთვის ეს როგორ აიცით თან სახელზე ვატყობ რომ სიხარულის გზნობა თან დაეჭვებული არიან მესმის ეჭვი უნდა გავაქარო საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები არის ჩვენი ნაწილი თუ ჩვენ მათთან სწორად ვიმუშავებთ ჩვენ მათთან ერთად ძალიან მაგარ სახელმწიფოს ავაგებ მე მქონდა ასეთი მოსაზრება მე გახლავართ მე ვეცდები რის ნაწილი რომელიც არის მე პარლამენტში მუშაობის დროს გავაკეთე როგორც სტრატეგიული კვლევის ცენტრში აკეთებენ დახურული იყო დახურეს ის გაასაიდუმლეს რამდენიმე წელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მე გავწერე როგორც იწერება მოურიდებლად ჯერ შევისწავლე ყველაფერი ეს მუჰაჯირობიდან დაიწყო არ არის პატარა თემა შემდეგ წამოვიდა უამრავი შეცდომა ქართველებს დაშორებული ნუ აფხაზები იყო ესე იგი ყველაფერი შევისწავლე გავწერე ყველა სცენარი ძალისმიერი სცენარი ომის სცენარი და ასე შემდეგ მე სამშვიდობო სცენარები და როგორ უნდა მოხდეს ყველაზე დიდი შეცდომა იცით რა იყო როდესაც ეროვნული მოძრაობა იღებდა თქვათ რაღაც ბრუნებს ჩვენ ცხინვალელ ასიმილირებულ ჩვენ ხალხს სადაც ოცურ ქართული ოჯახებს ვერ მოთვლი იმდენი ისევე როგორც აფხაზურ ქართული ოჯახი ჩვენ მათ არ უთხარით რომ რა როლი ეს მათი სახელმწიფოც იყო იმიტომ რომ აფხაზეთი ხო საერთოდ ერთ-ერთი უმძლავრესი სუბკულტურაა ქართულ კულტურაში, ხო სწორია, ისევე როგორც იმერული და კახური, ხო? ჩვენ არ აუხსენით მათ და ეს ყველაფერი გაითამაშეს, გაგვითამაშეს და ორივენი დაგტოვეს. ეხლა ამბობენ აფხაზები, რომ ჩვენ აი ლოხები ვითო, იცი თქვენ იცინი ძირთადად
როგორც ლოხები ისე მოგვექცნენო, დიახ, ჩვენ მივეცით და სადაც სისუსტე იყო, იქ გაგვიწყვიტეს ყველაფერი. ესე იგი, კონცეფცია არსებობს, მე ვეცდები, რომ მოვიძიებ მას იმ სახით, რა სახითაც შეიძლება წარმოგიდგინოთ და გამოგიგზავნით აუცილებლად, ნახეთ, ის იყო გრიფითს საიდუმლო ქონდა მას და ამდენად ეს საკითხი მე ზერილეთ და ზედაპირულად თვეები დავხარჯე, რომ ყველაფერში გაურკვევლიყავი. მე ვერ ვხედავ აფხაზებთან ურთიერთობის პრობლემას, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებმა 2008 წლის საქციელით იმ დონემდე გავირთულეთ საქმე და იმ დონემდე გავაფუჭეთ საქმე, რომ თავარი სამუშაო იქნება ის, რომ არა კონფედერაცია მოხდეს, არამედ ჩვენ შევძლოთ ჩვენი საერთაშორისო ფუნქციიდან, თქვენ აბსოლუტურად სწორად თქვით, საგარეო საქმეებზე ვართ, ჩვენ მიბმული, მსოფლიო პოლიტიკაზე ვართ მიბმული და განსაკუთრებული რთული მომენტებია. ფუნქციონალურად მნიშვნელოვან სახელმწიფოს შეუძლია მოხსნას ეს პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაღუპულები ვართ. მე დღეს გადაცემაში და ადრეც ვთქვი, რომ საქართველო გახდა უსუსტესი რგოლი მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში. სამხრეთ კავკასიაში საქართველო არის უსუსტესი რგოლი. არა მარტო შიგა წინააღმდეგობით დაგლეჯილი, არამედ ფუნქციონალურად თქვენ იცით. მე არაერთხელ ავხსენი ერთი რამ. თქვენ რომ საქართველო ხართ და დიდი ისტორია გაქვთ, ეს აპრიორი არ ნიშნავს, თუ თქვენ რაიმე გეკუთვნით. არ გეკუთვნით. ეხლა მსოფლიო დანაწილება მიდის ფუნქციონალურ ჭრილში. რამდენად თქვენ სასარგებლო ხართ თქვენი ფუნქციით იმ უზარმაზარი პროცესისთვის, არადა სასარგებლო რომ იქნები ერთმნიშვნელოვანია, რატომ? მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი, სადაც არაფერი დალაგებული არ არის. ესე იგი, რა დონეზე უნდა გქონდეს ჩვენ პროფესიული პოლიტიკა, განათლება და ცოდნა. მე ამ თემებზე ყველაზე მზათა ვარ სასაუბროთ, ამიტომ თული აფხაზების დაინტერესებული არიან და უსმენენ, გვაქვს რაღაც შეხმიანებები. ცხინვალში პრობლემა არ იქნება თუ ჩვენ სახელმწიფო დავლაგდით, იმიტომ რომ ყველაფერი არის ის, რაც აქ სწორად იქნა. კაცო, ამ ხალხს ფუნქცია თუ არ ექნა ამ სახელმწიფოში, რავალ იმას ყავს თუ არა, 1000-ნაირად აუხსენი ამ წინა ხელისუფლებას. იმათ ცოლშვილი ყავს. კი, მაგრამ ჩვენი ცოლშვილი ყველაფერს გვირჩევნია, მაგრამ იმის ცოლშვილი მისთვის უძვირფასია. შენ შეუქმენი მის ცოლშვილს და მის შვილებს პერსპექტივა ამ ქვეყანაში, შენ გადაუქციე ეს თავის ქვეყნად? არა. თუ არა ვისჯებით ჩვენ. ამიტომ რა იცით, ეს იმდენი წელი მაქვს მე ნაფიქრი ყველაფერზე დღეს ერთ გადაცემაში შეუძლებელია საუბარი, მაგრამ დიდი მადლობა. ეს არის აფხაზებთან ურთიერთობის ტერიტორიული აღდგენაზე კი არა საუბარი, ჯერ ხალხი უნდა აღვიდგინოთ ურთიერთობაში. არის გავლენიანი ხალხი. მაგალითად ეს კონცეფცია ერთმა ცნობილმა აფხაზმა ჩაიტანა სოხუმში და წააკითხა აფხაზებს და რა თქვენს იცით, ქართველი ამას თუ დაწერდა ვერ წარმოვიდგენდით. ესე იგი, ჩვენ ამ ტრადიციული რაღაც წარსულში ჩარჩენილი სქემებიდან უნდა გავიდეთ და სახელმწიფო სხვა დონეა ვიდრე ქვეყანა. უშიშროების საბჭოში ყოფნის დროს ვაშინგტონში, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრა იყო და მე მიმყავდა ეს შეხვედრა, დიდხანს ვისაუბრეთ უზარმაზარი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოზე და კავკასიაზე მომუშავე ძალიან ცნობილი ექსპერტები იყვნენ. მე მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ ჩვენ გვინდა რომ თქვენ იყოთ სტრატეგიული პარტნიორი. რატომ გვაძლევთ საშუალებას თქვენ ხო ევროპასა და თქვენ სხვადასხვა ინტერესები გაქვთ კავკასიაში გაეღიმა. ჩვენ ქვეყანას სულ ვიყავით. მე ვას უხსნი, ძალიან მაგარი ხალხი იყო სხვათა შორის, შემდეგ გაიხსნა და იცით რა მითხრა ამ უზარმაზარი დეპარტამენტი. თქვენ ხო იცით რომ მთელ მსოფლიოს ჩვენ როგორ ვუყურებთო. რატომ მიმიწევდა ქართველებისკენ გულიო? კარგად არ ქონდა გაცნობიერებული და ბოლოს მივხვდიო და მან თქვა გენიალური რაღაცა, რომელიც მართლაც ასეთი ზნეკეთილი ხალხი მსოფლიოში შენარჩუნებული. აი ხატზე დავიფიცებ, სიტყვით ვამბობ, იმიტომ რომ
უშიშროების საბჭოში კი იცით რა ორგანოცა, კაცი გეუბნება ამას და ამის მომსწრე იყო შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა, მეორე მინისტრი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ამერიკელებს რაც შეეხება, გავდივარ ახლა ცოტა იმიდან მე მათ უთხარი და გავიმეორე მასთან ერთად, მე თქვენთან მოსარიდებელი არაფერი არა. მე ისეთივე self-made man ვარ, როგორც თქვენ. მოგვეხმარეთ სახელმწიფო. თუ გინდათ რომ ეს მეგობარი სახელმწიფო იყოს. ჩვენ ქვეყანას სულ ვეყავით და 1-200 წელი ქვეყნა დავრჩებით, მაგრამ მე რა იქნება, არც თქვენ იცით და არც ჩვენ ვიცით მეთხარ. და მისი დამოკიდებულება იყო ღია. მე დათვლილი მაქვს და ვიცი იმისთვის რომ საქართველოს ამოვიდეს ჭაობიდან დაახლოებით 50 მილიარდამდეა დოლარი საჭირო. რომ ჭაობიდან ამოვიდეს, მე უკვე იმ რელსზე იქნება, როცა თვითკმარადზე წავა იგივე თანამედროვე ურთიერთობების გამო. მითხრა სწორად აგაკო დათვლილიო, ცხადიო საქართველოსთვის 50 მილიარდი კარგ შემთხვევაშიო, ჩვენთვის პრობლემა არ არისო, მაგრამ ამდენი ხანი უყურებთო და ამ თქვენი მთავრობების ვერაფერი ვერ გაგვიგიაო. აი რა უნდა ამ ხალხსო. კარგად ვერ გამიგეთ როგორი შეურაცხყოფელია, იცი? ამერიკელი კარგად იცით მათი ბუნება. პიროვნების გარდა არავის არ ცემს. ქართველი მექთამე რო ჩავა, აი ხელისუფლების წარმომადგენელი მარიონეტი, რომელიც ფინანსირდება იმ NGO-ებით და სოროსით და იმას პატივს ცემს. ამასაც ღიად უხეშად უხსნი ამ ჩვენ საწოდავებს, იმიტომ რომ ამერიკული ბუნება სხვა იმ ხალხმა თვითონ შექმნეს ეს ყველაფერი. გონიერებით შექმნეს. ეხლა ვიღაცას გონია რომ ყაჩაღობით შეიქმნა, ამერიკა არ შეიქმნა ყაჩაღობით. მე ამერიკის ისტორია მეიფლაუერიდან დაწყებული გავლილი მაქვს, მიცხოვრია ჩემს გონებაში მათთან ერთად და ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი. ამიტომ მენტალური გარდატეხა გჭირდება. ამიტომ ვაკეთებ ჩვენ აქცენტებს, იმიტომ წერთ, იმიტომ რომ არადა მერწმუნეთ რასაც მე ხალხს ხვდები, მათი გააქტიურების პრობლემა ახლა, იმიტომ რომ 30 წლიანი საშინელებების შემდეგ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ მასზე ყველას ვეუბნები, შენს გარეშე ეს არ გამოვა. დიახ, აი შენს ასე ჩვენ ინდივიდუალურად ვეუბნებით. ორი კაცი სოფელში რომ იყოს მზად და გვესაუბროს, ჩვენ ჩავდივართ. ორი კაცი მეხუმრებით, თქვენ სერიოზული ადამიანი არ ვიზარებთ. ამიტომ ჩვენი მიზანი ეხლა არის ქსელის გაკეთება, აი გაგიხსნით ზუსტად რაც გვინდა. ჩვენ გავაკეთეთ გვერდი, გავაკეთეთ სხვა რაღაცეები. ეხლა ჩვენ ქმნით მთელ საქართველოში ქსელს. ყველა ვინც არის დიდი ქართული გაერთიანებით, ჩვენთან მუდმივ კონტაქტში უნდა იყოს, როგორც კი ინტერესი გაჩნდება, ჩვენ ეხლა დავიწყებთ სულ მალე რეგიონებში ინტენსიურ გასვლას, ვიყავით რამდენიმე რეგიონში, ფანტასტიკურად დიდი ინტერესია. ფანტასტიკურად დაინტერესება დიდია. არანაირი ილუზია არ მაქვს, არანაირი ვარდისფერი სათვალით არ უყურებ. უბრალოდ ეს პოტენციალი არის და აქ არის ქართული ძალა. ეს დამცირებული შეურაცხყოფილი ხალხი სულიერად გაუტეხელია. ეხლა მათი გააქტიურების პროცესია. უღრმესი მადლობა. ენც მადლობა ბატონო დემო. გიდაყვარდა ჩვენ იმას დროც სიწურება არ დავღალოთ სტომარი და ვერ ამოვწურავთ რა, ასე ერთ შეხვედრაში არ ხდება ეს გაცნობა არის და მაინც განსხვავდება იმ საუბრებისგან ბატონი დემურს რო იწვევენ ოფიციალურ ტელევიზიაზე. აქ უფრო თავისუფლად არის ბატონი დემური, აბსოლუტურად შეზღუდვა არ აქვს, არანაირად და არც ვეკამათებით და არც კიდე უარყოფთ, უსმენთ და გარკვეულად მოსაზრებებს შეიძლება განსხვავებული ჩვენი მხრიდან იყოს და თვითონაც ბრძანა ბატონმა დემურმა, სხვათა შორის ვინ ჩვენთან იყო ის არ უთქვიერაც ბატონმა დემურმა თქვა, რომ მეც მაქვს ბევრი კითხვებიო და ახლა ალბათ შემდეგისთვის ბატონი დემურიც მოგვისმენს ჩვენ ხომ კითხვას დასვამს, სხვა რეჟიმში იქნება ეს და სხვა რეჟიმში ვიქნებით ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი, ვისაც სურვილებს. ჩვენთან სხვას ეგ არ უთქვია. წვემა ჩაატარა, არც იფიქრა, რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ და გავიდნენ. ხო და მათ ეს ინტერესი არ გამოუჩენია და ამან გამიკვირდა რომ თქვა მკაცრად ბატონმა დემურმა რომ ცირა მეც მაქვს კითხვებიო და მეც მინდა რომ თქვენ გავიგოთ რა და როგორ. ეხლა როგორც
კიდე მეორე დავიმოწმეთ ბატონ სიმონს, გაცვლით ის არის და მართლაც უხერხული იქნებოდა. ხა როგორ არ იქნება ახლა ბატონ სიმონს აქვს განათლებაც და მეცნიერ მუშაკი არის და მთელი რიგი საკითხებზე მე ვიცნობ მას, კარგი მოსაზრებები აქვს, ხო? ხედვაც ვიცი მისი ყველაფერი, მაგრამ ცდილობის გამოჩენის თვალსაზრისით უფრო თავი შეიკავდა ეს ადასტურებს შეგნებულობას და ჩვენ შეგნებული ხალხი თუ გავამრავლეთ ყველაფერი პრობლემა გადაიჭერეთ. თუ ეს ჩაუყარეთ საფუძველი ამას, რასაც აკეთებს, თქვა ეს გაერთიანება და თქვა მართლაც აშენებს როგორც ქალბატონმა თქვა ბატონო დემურ, თვითონ ეს ქართული გაერთიანება მე რო აზერბაიჯანის ყურით მოუქციე თუ არ მოусმინე თუ არ ცოტა დამაფრთხობს იცით, გასვოთ ერთხელ თქვენ გეცოდინებათ უბრალოდ წარმომადგენლები ვართ ჩვენ ბატონო დემურ. ჭანტურია, გიორგი ჭანტურია პირველ დღეს შეცდომა დაუშვა იქ რუსთაველზე გააკრა ასეთი პლაკატი საქართველოს აფხაზეთის საქართველოა. ხო და ეს ხო მოქმედებს ჩვეულებრივად და შიში აქვს, ყოველთვის შიში ხო და თა ზვიადი რომ მოვიდა ძალიან ბევრ შეშინდა. დაიწყო მე ოსების რაღაცა ქუჩაზე მეზე ოსების სახლების წართმევა. მე ამის მოწმე ვარ, ჩემი მეზობელთანაც მოვიდა ოსი იყო, შემოვიდა შეიარაღებული ხალხის სახლში და იციან რომ ვის უნდა მეაკითხო და მეუნებიან გვერდზე ოსიაო და გვაქვს უფლებაო რომ რაღაც თქვენგანმა მეუთხარი არა. ეს ჩემი კარგი მეგობარია და იუმორით ხო აგერ გვერდზეა ქართული ნერვოსმიში და იმ სახლი წაიღეთ მე გასაგებიაო და წავიდნენ. ესეც ნამდვილი ისტორია ზღაპარს არ გიყვებით ხო? ესეთი პირობებში ვიყავით და თქვენ მომწრე ხართ მაგისი რამე თუ ქართულ სივრცეში ტრიალებით და იცით რა გავიარეთ ჩვენ 91, 12, 13 წლები, საშინელი წლები, რომ ვითომ შევარდნაძე გააგდეს და მის ჩამოიყვანეს და ჩვენ დასამარცხინოთ ამ კაცს დაუჩოქეს ხალხი. ამიტომ დიდი ცოდვა აქვს შიოლაშვილს ბატონ შიოლაშვილს ის ჩემთვის არასოდეს არ იქნება არც უწმინდესი და არც ულიტარისტი და მაქვს ამის უფლება ხო? მან უნდა მოინანიოს ხო? აი ეს კაცი რაც ჩავითესლეს რუსებმა, მას მერე საქართველოს აღარ არსებობს. ხო ეს ხო უშიშროების სახელმწიფო თანამშრომელი იყო მაღალი რანგის და ზვიადი მიცოდა და ბატონმა კოსტავამაც ეს, მაგრამ ზვიადი არ დაუჯერა კოსტავას რომ იწყებოდა რეფორმაცია რელიგიის, მან თავი შეიკავა და სწორედ იმან გამოთოფა ორივე. აი ამ შიოლაშვილმა და დღესაც ვერ გამთავისუფლეთ ამ გიპნოზისაგან ბატონო დემურ, იმიტომ დავსვი კითხვა, შეიძლება არ იყო კორექტული თქვენს მიმართ ეს კითხვა, მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად, იმიტომ რომ წამყვანი არის რა რელიგიური ხედვა გვაქვს და რა კონცეფცია მსოფლმხედველობა გაქვს, ხომ საბჭოური ხედვიდან მოვდივარ, თუ არ გადავაფასეთ საბჭოური ეს დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი, მარქსიზმი, ლენინიზმი, მაშინ ჩვენ ისევ ვიმოქმედეთ და არაფერი არ გამოგვივა ეს ჩვენ და თუ მოხდა ღირებულებების გადაფასება ჩვენში და უფრო მაღალ ხარისხში წავიდეთ, რა თქმა უნდა, ღმერთი ჩვენთან არის და გავიმარჯვებთ. ამიტომ პირველი რელიგიური რეფორმაციაც უნდა დავიწყოთ. ეს ისე კი არა რადიკალურად. აი მაგალითად რაც ხდება საპატრიარქოში, რატომ არის საპატრიარქო ესე ტაბუდადებული თემა? რა, იქ ყველაფერი კარგად ხდება? იქ ყველა არ არიან ქართველები, რასაც წვებიან მე ვერ გავიგე. ამ ეგრეთ წოდებული ყბადაღებული ლიბეის რო მოდის არაბიზაცია, რატომ არის ესეთი განცალკევებული? ყველა და არ ხდება ამ იდეითში გაერთიანება. ცალკე ყველა ვითომ არიღებს ამას, ცალკე ალტინფო არის, ცალკე პატრიოტთა ალიანსია, ცალკე თქვენ ახარ და ყველა აღებული დარწმუნებული ქართველები არიან. რა ჭირი გჭირს ამისთანა რომ ვერადაბერ ერთიანებით. მე მგონი აქ პიროვნებაში გვაქვს ყველას ბელადობა უნდა, ყველას ლიდერობა უნდა, არავის არ უნდა იყოს დაბალი, რათა ღმერთმა ამაღლოს, ხომ? აი ეს არის ჩვენი ჭირი და თუ ამას მივაგნეთ ბატონო დემურ, რაც თქვენ ლაპარაკობთ, ოქრო სიტყვები არის. აი რაღაცა კიდე გვაკლია რომ შევიტანოთ ეს და თუ ღმერთის წმენა გვაქვს, ის ღმერთის წმენა საპატრიარქოში კი არ არის. რეალური ღმერთი რომელიც გვისმენს ამ წუთში, ეს წმენა თუ გვაქვს, მაშინ იმას შევთხოვთ დახმარებას და ჩვენს ნიჭსა და გონებას ის აკონტროლებს. აფორმებს ჩვენს იმ სიტყვით, რომელსაც ბიბლია ქვია, რომელსაც საქართველოს საერთოდ არ იცნობს და გადავაბარეთ ყველაზე რთული საკითხი, ღმერთის საკითხი ამ კომუნისტ მღვდლებს. ნახევარზე მეტი კომუნისტები არა და პედოფილებიც სხვათა შორის არ შეგვეშინდეს ბატონებო ამის და ჰომოსექსუალისტებიც. თუ ეს არ გავწმინდეთ ღმერთისგან, ჩვენ რისხვას ვერ გავიქცევით. ამიტომ პრობლემა ჩვენ ღმერთთან გვაქვს ბატონო დემურ. თუ გავასწორებთ ამასთან მოვინანიებთ, ჩვენ რა გავაკეთეთ? შევარდნაძეს დააჩოქეს ხალხი. ეს სწორია? ეს ბიბლიურია? ეს არის სწორი კაცო? ამიტომ რისხვა არ გშორდება და ყოველთვის ჯალათები მოდიან სათავეში. უნდა შევიმეცნოთ ეს და გავიაზროთ და ყველაფერი კარგად იქნება. არ ყარა მარტო მორწმუნე ვარ, სანთელს ვანთებ, ლოცულობ, ხატები მაქვს, მატები მაქვს. ვიცით, ეს ყველაზე რთული საკითხია. ყველაზე რთული საკითხია გაარკვიო ღმერთთან ურთიერთობა არის თუ არა ღმერთი რეალობა თუ არის ჩემი ფანტაზია. ეს რაღაც კომუნისტების მიერ ჩათესლილი რელიგიაში რო შევყარეთ კომუნისტი ხალხი. ჩვენ ხო ყველა საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ. დღეს რო ყველას რაღაც ეუხერხულება რო გაახსნო, ლუსტრირება არ მოხდა. რა მოხდა მერე? ზიად გამსახურდიას შეცდომა ის ხო არ შეიძლება ყველას ჩარეცვა, ყველა შავსიაში, ყველა ერთ ჭირში ვიყავით საბჭოთა კავშირში და
ამასაც თავისებური ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ახლა კი არ უნდა ვაგინოთ ადამიანს, ვინ პარტიული მოღვაწე იყო. ჩვენ ყველა ხო ვწოდავდით. ჩვენ გარკვეული იმ დიდ ოჯახში, საბჭოთა ოჯახში, ჩვენ ყველაზე მეტად უძრებოდით კრემლს. ყველაზე მეტად ედიკადან მოყოლებული. ბატონი ედვარდს ვიტყვი, აი ბატონო თქვენი ყურებისთვის ვიქნები ზდილობიანი. ხო და აი ეს უნდა გადავლახოთ ჩვენთაგანმა, ჩვენში უნდა ჩავკლათ ამბიციები, ჩვენში უნდა ჩავკლათ აი ეს რაღაცა, ქართველობას არ უნდა მტკიცება, გინდა არ გინდა, მაინც ქართველი ხარ. არ თუნდა ამას ვამტკიცოთ ყველაზე მაგარი ქართველები ვართ. ახლა კულტურა ჩვენ კი გვაქვს, მაგრამ არანაკლები კულტურა აქვს ევროპის ქვეყნებს, რომელიც საერთოდ არ არსებობდნენ და გაგვისწრეს და იმის ფულებით ცხოვრობს დღეს მთავრობაც კი. ეს გასტერბაიტერებად რომ აქციეთ ეს ქალები იქა. აი ეს ევროპის დამსახურება, ამერიკის დამსახურება, დღეს რო ქალაქში შუქია და რაღაცა, მისი დამსახურება ეს. ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური იძახით ამ ტერიტორია, მაგრამ ულის ვინმე? ახლა ბიძინა რომ მიადგა ამ წეაღისეულებს და თავის იმაში მიდის ჯიბეში და მე ვინ უდგას წილში, კაცშვილმა არ ვიცით. ამასაც მხილება უნდა და რა თქმა უნდა ღმერთი ხო გვისმენს და როგორ მიგვატოვებს ღმერთი არ მიგვატოვა ისე დროს როცა მთლიანად ქართველის სიცხლე იწრეტებოდა და იმ რუსულ იმპერიაში რო შეგვათრია ჭკუაც ვერ ვისწავლეთ რატო შეგვათრია მე იქიდან გამოგვათრია და კომუნისტურ იმპერიაში ისევ შეგვათრია და აქ კი ჩვენ ავღორძინდით ჩვენ ყველა განათლებული ვიყავით და სირცხვილია რომ ქართველიერი წერა-კითხვის უცოდინარი იყო და წერა-კითხვა პრეროგატივა თავადებისთვის იყო დღესაც ეგ არ არის დღესაც მთავრობაში იმშეთის დააკვირდით და ჩვენ კიდე ამ ხრივ გამონაკლისები ვართ თქვენი ჩათვლით ბატონო დემურ ამიტომ ახლა დღეს გვიანი არის და იც არ მინდა დაგღალოთ თქვენი ინტენსიური იმის ვიცით აგერ ჩვენამდე კიდე ჩანაწერს აკეთებით მე იქით ხართ აქეთ ხართ და ორგანიზმს არ უნდა გავჩიდოთ ბატონო დემურ და ერთმანეთს უნდა გაუფრთხილოთ დღეისათვის თუ არ მიწყეთ ამით უნდა შემოვიფარგოთ თქვენი ჭირიმე და მე თუ სანდო ვიქნებით თქვენთვის და ან ჩვენი ხალხი ასე რომლებიც ძალიან გალანძღულია ვიღაცების მიმართ ახლოს რო გაგვიცნობთ ხომ კარგია მით უმეტეს ჩემი მეზობელი ხართ აგერ თქვენი შვილები და შვილიშვილები ამერიკაშია თუ მოგიწევთ აქ ყოფნა დიდი სიამოვნებით კარს გაგიღებთ და აი ღარიბული სოფრით თქვენი სიყვარულს გავიზიარებთ ჩვენს მიმართ ჩემი მხრიდან კიდე გამორიცხულია სიყვარულის გადარა მეიხილოთ მე ამით შემოვიფარგლებით დღეს ბატონო დემურ ძალიან დიდი მადლობა რომ ის ბარიერი გადალახეთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი სისულელეები დაწერეს თქვენ Facebook-ზე არ მიცნობთ და გასაგებია მაგრამ მე არასოდეს მე ადამიანს არ უყურებ არ ჩინით არ ცემით ადამიანი ხართ გულწრფელი ხართ მოგისმენთ გისმენთ და ღმერთ მაქანას რომ ან ეს იდეა აი გულით თქვენთან ვიქნები გამორიცხულია რა აზრით თქვენთან ვიქნები ოღონდ მართლა მივიდეს ეს საქმე იქამდე რომ დაგვერგვინდეს ეს და სახელმწიფო გადარჩეს თორე მეც ვიზიარებ თქვენს სკეპტიციზმს ამ საკითხში სახელმწიფო განწერულია ესე არ შეიძლება რა ხალხი გააქციო სხვები შემოდიან დავკარგავთ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიძლება ქართველები იყოს და უმცირესობაში აღმოჩნდეს და ტერიტორიას დღესაც რუსები აკონტროლებენ ოკუპირებულია ტერიტორია რო იცი ეს ტერიტორია ჩვენი არ არის ეს არ არის ტერიტორია ჩვენი ამის თქმას ვაღიაროთ ეს ამიტომ ღმერთი დავიხმარიოთ თუ ჩვენ მორწმუნეები ვართ და ღმერთი ყველაფერში სწორი ვართ ღმერთთან მიმართებაში რა ღმერთი გვიწყრება რომ რაღაცა საქმე აი ბიბლიაში ეს მაგალითები არის თქვენი ინტელექტის მემჯერა და შეიძლება ბატონო დემურ ჩაუჯერეთ და მეფეთა წიგნები შეისწავლოთ ბიბლია გაქვთ და ბევრ ამას თქვენი ინტელექტი თვითონ ახსნის ამას თუ როგორ გვეხმარება ღმერთი ამ პარალელებით ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება გავხსნათ და რეალური ღმერთი თუ არის, მაშინ უნდა დაგვეხმაროს. თუ ჩვენ მასთან სწორი ურთიერთობა გვაქვს, როგორ არ დაგვეხმარება? ბიბლიაში ასე არ ეხმარება, ვისაც სწორი ურთიერთობა აქვს, დავითი მაგალითად, სოლომონი მაგალითად, მე როგორ ინანიებენ? ეს მინდოდა მე თქვა ჩემი მხრიდან და თქვა თქვენ კიდე ძალიან დიდი მადლობა. გვიანია ბატონო მე არა მაქვს პრობლემა გავათენებ. თან თბილისში პირველი არის და ჩვენი გონება მაგ დროს იღლება და თუ არ იქნა ახკმული კარგად რასაც საუბრობთ მართალია ჩანაწერიც დაიდებოდა მოისმენენ ხალხი შეიძლება ბევრს მოეწონოს ბევრმა გვაგინოს მაგრამ არ არის პრობლემა თავარია ჩვენ შორის გაიდოს ხიდი და ამას რწმენა შევიტან ადამიანებში რომ ჩვენ შეგვძლებია ლაპარაკიც და ერთმანეთის მოსმენა რაც ქართულ სივრცეს არ ახასიათებს აყანობენ ერთხმაში ჩაუხტებიან კაც ნერვებს უშლიან თქვა ხო მოგისმენთ მჟავანაძის ტელევიზიაში არ გაცალეს ლაპარაკი თქვენ სახეს ხო უყურებთ ნაწყენი წახვედით იმიტომ რომ გიტევდათ ის კაცი. აი ეგეთ ბატონ დავით ჭაბუკაშვილსაც რუსებთან როგორ ახარ? და ბატონმა და ხო არა გავაგზავნებთ საუბარს. ეს იყო ტერორიზმი. ეს ტელევიზიაში არაფერი არ გალაპარაკეს იმის მაგვირად რომ მოიწვევ კაცს. გამინდა რა კონცეფცია რა არის, როგორ არის, რას მაწვევი? ხო რა მჟავანაძე ხო გაწვევებოდათ. აი ბარგა და წავიდა რუსეთში და
ქრისტიანი კაცი რუსეთში ხსნას ეძებდეს, ჩემთვის ის ქრისტიანი არ არის. ქრისტიანი ღმერთს ეძებს ხსნას. ხო და ეს გვაკლია ბატონო დემურდა. ღმერთმა ხნას ამ საკითხში და თქვენ ისეთივე ძლიერი გახდეთ. როგორც თქვენ საკითხში ხართ. მე ამით შემოვიბარგლები და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. თუ ვინმეს რაღაცა კითხვა აქვს, ისე არ ჩამთვალოთ, რომ რაღაცა შევზღუდე ვინმე. კი ბატონო, ბატონი დემური თუ ინებებს, ცოტა ხნით დარჩენას, თქვენ კითხვასაც უპასუხებს. აქვს ვინმე კითხვა ბატონ დემურთან, ერთი ქალთა წარმომადგენელმა გაგვცა პასუხი. გიომაც გვითხრა, არიან აქ ახალგაზრდებიც, ზოგი თავს იკავებს. ბატონ ეზრას ხო არ უნდა რაიმე უთხრას, ეს კანადის მოქალაქე არის ბატონი ეზრა, 50 წლის კაცი ბრძანდება და ძალიან ისეთი კარგი ოჯახიდან არის, სხვათა შორის რო იცოდეთ. ეზრას ხო არ უნდა რამე უთხრას ბატონ დემურს. პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო დემურ, დიდი მადლობა. პირველ რიგში რაც განცდა და მე უფრო თქვენ ძალიან გულწრფელი ხართ და ნამდვილად გულით ტკივათ რაც საქართველოში ხდება და თქვენ აფიქსირებთ იმ კრიზისებს და ნამდვილია. ჩვენც ვიმეორებთ რომ საქართველოს სახელმწიფო დაკარგვის საფრთხე ემუქრება, ეს რეალობაა. მაგრამ თქვენ აზრს და ჩვენ აზრს, ჩვენ გაერთიანებულად ამ აზრში ეწინააღმდეგება ეკლესია. ეკლესია იძახის და ილე მეორე იძახის რომ საქართველო გაბწყინდება. ნახე ხალხს ატყუილებს, აბოლებს ესე ვთქვათ, საქართველო გაბწყინდება. ნახე როგორი წინააღმდეგობაა ჩვენსა და ეკლესიას შორის და რეალობა კი ჩვენ მხარეზეა. და როდესაც ევროპაში იყო კრიზისი, ეს მე-16 საუკუნეში პირველად რეფორმაცია დაიწყეს ზუსტად რწმენის საკითხში. ჩვენ ვიცით მარტინ ლუთერი და შემდეგ როგორი გამოღვიძება მოხდა ევროპაში და ის ევროპა რაც კარგი მივიღეთ, სადაც ადამიანის უფლებებია და დაცული, ეს ქრისტიანობის დამსახურებაა. თქვენ ასევე ახსენეთ ამერიკას და თქვით რომ ამერიკის ისტორია კარგად იცით. ამერიკის ისტორია ძალიან პატარა ისტორია მე-18 საუკუნიდან იწყება ძირითადად, როდესაც კონსტიტუცია იქმნება და ამერიკის ისტორიაში ამერიკა დაფუძნდა ზუსტად ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე. გეცოდინე იმას, პირველი გამოღვიძება, მეორე გამოღვიძება, როგორი გავლენა იქონია ქრისტიანობა ამერიკაში და ბიბლიამ კონკრეტულად. და როცა ჩვენ გვინდა რაღაცა რეფორმაცია მოახდინოთ, როგორც უკვე ნათქვა ითქვა, უნდა დავიწყოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზუსტად ღმერთთან ურთიერთობა უნდა გავარკვიოთ და ამის შედეგ ესე ფაქტები მომყავს ევროპიდან და ამერიკიდან. იქ როცა გაარკვიას ეს ურთიერთობა, ქვეყანა აშენდა როგორც ევროპა, ასევე ამერიკა და მით უმეტეს საქართველოში, როდესაც რელიგიას ძალიან დიდი გავლენა აქვს. რელიგიას რო არ ქონდეს დიდი გავლენა, სადღაც თავის კუთხეში იყოს, ხო, რელიგია არ ვიტყვით ამას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლურ რელიგიას ძალიან დიდი გავლენა აქვს და არასწორ წარმოადგენას აძლევს ადამიანებს ღმერთზე და თუ ჩვენ ვიღებთ, რომ სამყაროს ყავს შემოქმედი ღმერთი და თუ ჩვენ მასთან, აი ლოგიკურადაც რო დავალაგოთ, თუ მასთან არასწორი ურთიერთობა გვაქვს, ან მას არ ვიცნობთ ისე, როგორ შეიძლება ავაწყოთ ცხოვრება და ადამიანებს გავუგოთ და ჩემი კითხვა ესეთი იქნება, შეიძლება დღეს არ გამცეთ პასუხი, შეიძლება შემდეგ შეხვედრაზე გამცეთ პასუხი თუ შედგება, მადლობელი ვიქნებით. თქვენ ახსენეთ, რომ თქვენ ხართ მორწმუნე ადამიანი. რწმენა განსაზღვრავს ჩვენ აზროვნებას, მსოფლმხედველობას და თავისთავად ეს განსაზღვრავს ჩვენ მოქმედებას. შეიძლება ცოტა თქვენი რო თქვით, რომ მორწმუნე ადამიანი ვართ, დღეს არ არის აუცილებელი, შემდეგ გაშალოთ რას გულისხმობთ თქვენ რწმენაში. ძალიან პირველ რიგში და ასევე დიდი მადლობა თქვენ საუბრისთვის. მადლობა. კეთილი. გაქვთ დღეს ხო არ დაიღალეთ, გაქვთ სურვილი გასცეთ ბატონო? არა, მე არ ვიღლები, იმიტომ რომ გამომწმედილი ვარ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მე მინდა ის რაც საჯაროდ არაერთხელ მithქვათ, ასეთ საქმეს ადამიანი რომ კიდებ ხელ ღმერთის წინაშე მართალი უნდა იყო, შენი ქვეყნის წინაშე მართალი უნდა იყო და მარტო რო ხარ სახლში და სარკეში რო ჩაიხედავ, მართალი უნდა იყო შენი თავის წინაშე. იმიტომ რომ თავს ხო ვერ მოატყუებ, თუ მოატყუებ, მაშინ რაღაც საოცარ გადახრასთან გვაქვს საქმე. ამიტომ სწორი ხართ თქვენ, ეს გაძლევს ძალას და არა რაღაც სუბთა მიწერ დიახ, ის ღმერთის შეწევნა თუ არ იქნა, ის ფანტასტიკა, მე თქვენ დონეზე ბიბლია არ ვიცი, მაგრამ მერწმუნეთ რომ გამოწვილვით ამაქვს წაკითხული და ეხლა კიდევ უფრო ჩაურმავდები ის რაც მითხარით თქვენ, მახსოვს ცხადია. ამიტომ მოდით კიდე გითხრათ, პრობლემები სად არის ეკლესიაში, რა თქმა უნდა არის. რა ეშველება ამ საქმეს? მე შემიძლია ძალზე დელიკატურად გითხრათ ამჯერად. ძალა იქნება ქვეყნის გადარჩენისა, ძალა რომელიც გადაარჩენს ქვეყანას, ყველაფერს მოიყვანს შესაბამისობაში, იმიტომ რომ სარწმუნოების გარეშე არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელმაც არ იცის, რომ რელიგიის გარეშე მორალისა და ზნეობის დაჭერა არ შეიძლება, ვერ გააკეთებ, უხედავთ რა დაემართათ. პურიტანების ამერიკას შეუღებეს თეთრი სახლი, მე ვიცი,
ყველაფერი ვიცი, თითქმის ამერიკის ისტორიაზე მე ვიცი რამ ხელა იყო გავლენა რელიგიისა და იმიტომ რომ ის ფასეულობები რა კატეგორიას მიეკუთვნება. ცხადია კულტურის ფასეულობები, ამიტომ მე ძალიან დავცინი ქართველ ეგრეთ წოდებულ დასავლურ ვითომ ორიენტალ, რომლებიც ამბობენ დემოკრატიული ფასეულობები უნდა გადმოიტანოს. დემოკრატიას ფასეულობები არ გააჩნია, ის უბრალოდ პროცედურებია ადამიანთა ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფს როგორ უნდა გადასცე ხელისუფლება. ამიტომ გეთანხმებით აბსოლუტურად დიახ შემდეგისთვის იყოს რომ მე ჩემი წმენა რომ მე გავიზარდე ორთოდოქსი ბებიას გვერდით, როცა ყოველდღიურ რიტუალს ხედავდი და ამდენად შემთხვევითი არა. ჩემი არ არის საჯარო დემოს მე გითხარით ორთოდოქსალური ცხოვრებით არ ცხოვრობთ, იმიტომ რომ ეკლესიაში შესვლის შემდეგ მე ძალიან ისე გამოვდივარ რომ 1-2 დღე მჭირდება ჩემი თავი ისე ყოფით ვთქვათ პარამეტრებში გადავიყვანო, იმიტომ რომ ეს არ არის ეკლესიის მონახულება, ეს არის ყველაფერი იმის გააზრება, რაც მე ვიცი, რაც ჩემშია და რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. დიდი მადლობა ყველას. შესანიშნავი კითხვები იყო, მე მზათა ვარ კიდე გავაგრძელო ურთიერთობა, როგორც კი ისე რომ თქვენ არ შეგაწყინოთ თავი და რა თქმა უნდა მეც მაინტერესებს ბევრი რამ თქვენ შესახებ. უღრმესი მადლობა დაგემშვიდობებით მაშინ ახლა და წარმატებებს გისურვ. აიხარეთ ბატონო დეო, ჩვენც ჩვენი მხრიდან ყველა სახელით მადლობას მოგახსენებთ და ეჭვიც იყო გამოთქმელი მოვა, არ მოვა, მოვა, არ მოვა და ორი აზრი გაიყო. ბატონი სიმონის აზრმა გაიმარჯვა, ბატონი დემურიო, მე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი და აი რატომ. ბატონი დემური მაინც საჯარო პირი არის, ხალხში იკითხებოდა, ჩვენს მერე შეიძლება გენება დაუწყონ, ლანძღონ და მე არ მინდა რომ ადამიანი გაილანძღოს ვინ ჩემთან იყო და შეიძლება მე ხმალა მოღებული სულ მე ვაგინოდე და აი რატო დაჯექი იმასთან